სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არ შეიძლება იყოს ნახევარი საქართველოს პატრიარქი. და ეხლა მაგის საფრთხე გვაქვს. ხო, აბარა. ბევრი ამ ეკლესიაში მოხვდა, უბრალოდ აწყვეტილი ფაფარაშლილი გიჟი. ეს არ იყო პატრიარქის კულტურა. და შესაძლოა არც აყოლია ესე, მაგრამ დუმილი ახალისებმა, ხო. ეს ლევან სუთიძეა, მეგობრებისა და ახლო ნაცნობებისთვის მნათე. ტაბულას მთავარი რედაქტორი და პატრიარქ ილია მეორის ყოფილი სტიქაროსანი. პატრიარქი არ იყო ესეთ რაღაცა ხეშეშფოთლოვანი ფიგურა, სადაც რაღაც ზის, იქიდან რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაღაცა სინტაქსით, რომელიც არაფრით არ განსხვავდება პარტიული მესეჯ ბოქსიდან, ხო? მიყვარხარ პატრიარქოს, რომ იძახის ხალხი, ცოტა მეუხეშება, იმიტომ რომ მას ხონდა ძალიან მკაცრად, რომ უწმინდესოსაც ვერ დაუძახებია. თქვენ უწმინდესობა. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ ილია მეორეზე. გაჩერდა თუ არა კათოლიკოს პატრიარქის გული, ის იქცა ოფიციალურად უკვე წმინდანად. და ასევე იმაზე, რა იქნება მის შემდეგ. მართლაც უსა და უარეს შორის უნდა არჩიო. მე რაც ვიცი ამ მომენტში, მიტროპოლიტ ჩიოს არ აქვს 20 ხმა. უბრალოდ ღრმად შორს არის 20 ხმიდან, რომელიც საჭიროა, მარტივი 39 კაცია, მარტივი უმრავლესობა გჭირდება, 50% პლუს 1 ხმა იგებს არჩევნებს. ეგ 20 ხმა ამ წამს არ აქვს. ის რომ სინოდში იქნება ხმა და ოპოზიცია, ეს არის გარდაუვალი, ვინც უნდა ირჩიონ იმ შემთხვევაში. ის რომ ოპოზიციურ ხმას ასევე სინოდში ექნება უფრო მეტი საჯაროობა, ესეც გარდაუვალი მგონია. ბევრი ეპისკოპოსია უკვე, ვისაც ყველში ამოვიდა რა ბიძინა. ძალიან ბევრი. გამარჯობა მნათე, როგორ ხარ? დაღლილი. ხო, მე მგონი მარტო არ ხარ მაგ მდგომარეობაში. ესე იგი, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ ილია მეორეზე და რაღაცნაირად მინდა სამ ნაწილად დავყოთ ეს ჩვენი მსჯელობა. ვილაპარაკოთ დაკრძალვის დღეზე, მის მემკვიდრეობაზე და ვცადოთ, მოვხაზოთ კონტურები, რა იქნება ილია მეორეს შემდეგ. მოდი დავიწყოთ გუშინდელი დღით, დაკრძალვის ცერემონიალით 22 მარტით. ამ დღეს ჩვენ ნახეთ ერთი მხრივ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გამოვიდა გარეთ და არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ წინა დღეებში უწყვეტი რიგები იყო პატრიარქის სამძიმარზე მიმსვლელი ხალხის და მეორე მხრივ ნახეთ არ ვიცი რა სიტყვა სწორედ ცოტა ეკლექტური ცერემონიალი, სადაც რთული იყო იმ მიჯნის გავლება, უფრო მეტად ეს იყო სასულიერო პროცესია და ეკლესიის მიერ მართული ღონისძიება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლების გამომზეურებული ვნებები, რომ მეტი ადგილი და სივრცე დაეკავებინათ მათ შორის ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალური ხელისუფლება არ უკავიათ ამ დროისთვის საქართველოში. როგორ დაინახე მოკლედ 22 მარტი? ხო, პირველ რიგში სრულიად გეთანხმები, რაც იქ ვნახეთ სამების საკათედრო ტაძარში, ჩემთვის იმდენად გამაოგნებელია, რომ ეს ინსტინქტი ხელისუფლება შეიძლება არ ქონდეს, რომ მოდი ამბიონს არ გამოვიყენებ ჩემი ბანალური მესეჯ ბოქსის, აი იმ დროის მესეჯ ბოქსის, რა მე გენერალური ხაზის კი არა, აი იმ დროის მესეჯ ბოქსის გასავრცელებლად რა. ბიძინაზე საუბარი აღარ არის, ხო? ადამიანს არ აქვს ფორმალური ძალაუფლება და არის ცენტრი ლიტურგიის, ხო? მოსაყრე პირველი მასთან მიდის. არ ვიცი, შეიძლება ბევრნაირად გაიგო ეს ყველაფერი რა. მსოფლიო პატრიარქი მასთან მიყავთ. თქვა რომ ხო, ეკლესია აღიარებს ფაქტობრივ მოცემულობას, უბრალოდ ეს ფაქტობრივი მოცემულობა პრემიერ-მინისტრი კობახიძისთვის რას ნიშნავს, ხო, დამამცირებელია, ხო, რაღაცნაირად კი იყურებოდა ისა მასთან რომ მიდიან. ეს რაღაც პოლიტიკური ნაწილი გვერდით რომ გადავდგათ, საბოლოოდ ღონისძიება მიუხედავად იმ ნორმით, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაშია ლიტურგიულად დამკვიდრებული, ნორმალურად ჩაიარა, მსოფლიო პატრიარქი ჩამოვიდა, კარგად დახვდნენ, იყო თავიდან რაღაცნაირი ესე ვთქვათ შფოთვა, როგორ დალაგდებოდნენ ბერძნები და რუსები ერთად და გააკეთეს ისე რომ დელეგაციები ესხდათ ამბიონზე, ანუ ისინი არ შემოსილან
და შესაბამისად ეს რაღაცა თავის ტკივილი ასცდათ. შემდეგ ლიტურგიის შემდეგ დაიწყო წესის აგება, რომელსაც წაუძღვა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. უნდა ვთქვა, რომ რუსეთის დელეგაციის ზოგიერთ წევრი აი ამ რაღაცა წესის აგების დროს პირველს იწერდა და რაღაცნაირად არ ვიცი რამდენად შევიდნენ უცბად მასთან თანალოცვაში, ხო? თქვენ იცით, რომ კონსტანტინოპოლსა და რუსეთს შორის უკრაინის აღიარების გამო გაწყვეტილია ევქარისტიული კავშირი. რაც ნიშნავს იმას, რომ თანალოცვა და თანამსახურება არ შეიძლება. შემდეგ, ხალხის რაოდენობა იყო არანორმალური, ხო, ამ დღეების განმავლობაში. სხვათა შორის რიგები იყო ძალიან მოწესრიგებული და ცივილიზებული, რაც ჩვენ საზოგადოებას მეტყველებს. სხვათა შორის ესეთი ძალიან მწვავე კრიტიკოსები, 5 ჩემს ბავშვობაში ვარაუდობდნენ ხოლმე, აი მაშინ როცა პატრიარქის ფიგურა ძალიან პიკში იყო, ხო? რომ აი პატრიარქი რო გარდაიცვლება, ჩვენ გვექნება კადრები როგორც აი ჩრდილოეთ კორეაში. რაოდენობა ნამდვილად ჰქონდა მაგდენი, მაგრამ აბსოლუტურად ცივილიზებული, ძალიან მოწესრიგებული, ერთმანეთის მიმართ დამხმარე და ძალიან ჭრელი, ანუ მულტირელიგიური, მულტიეთნიკური, მე იქ ვნახე ადამიანები, რომელსაც მართლა ხო პირდაპირის წერა აღარ ახსოვთ. მაგრამ და არც იწერენ აი მუსლიმები, მაგალითად თქვენ ზოგიერთი. მაგრამ მაინც მოუნდათ, იმიტომ რომ ნახევარ საუკუნესთან ამ ეპოქასთან გამოთხოვება ყველას სურს და საქართველოს ძველებური ვეღარ იქნება, ხო, კათოლიკოსის შემდეგ. ძალიან ბევრი სევდიანი კადრი ვნახეთ. მათ შორის ატირებული მღვდელმთავრების ზიონის საკათედრო ტაძარში ბოლოს უკვე გამომშვიდობების. ბოლოს, ხო, იცით როგორ საჯაროდ ჩვენ გვინახავს მხოლოდ კათოლიკოს პატრიარქი ილიას ტირილი. ეს ეპისკოპოსები რაღაცნაირად მრევლსა ძალიან ბრაზიან, როგორც წესი რომელიღაცა აქციის წინარიგში მდგომ, რაღაც ის აგრესიულად გამპროტესტებელ ხალხად ახსოვთ, ხო, უმრავლესობა ყველას ამ გულისხმობ. რა თქმა უნდა, ხო? და რომ დავინახეთ ეს ტირილი, ხო, მათ შორის რაღაცა მოსაყდრე, რომელსაც პაუზების გაკეთება უწევდა, იმიტომ რომ ვერ აგრძელებდა ტირილი სურდა. აი ეს კადრები ძალიან, როგორ ვთქვა, ამაღელვებელი იყო. საქართველოში ასეთი პატივით არავინ დაუკრძალა ამდენ ადამიანს, ხო, ერთდროულად. მართლაც დოსიენ ძალიან ლოგიკური ადგილია თან მის დასაკრძალად, იმიტომ რომ ის სიონის პატრიარქი იყო, სანამ სამეფო აშენდებოდა, ხო? ხო, სიონთან მე მგონი ბევრად ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა და იქ აირჩიეს სხვათა შორის. არჩევნები სიონში იყო, შემდეგ როგორც წესი კათოლიკოს პატრიარქები აღსაყრდნებიან ხოლმე სვეტი ცხოველში. ხო, აი ეს რაღაც გამოცდილება იქ მონაზვნების, მისი დის, რაღაცნაირად აი ეს ქალების ატმოსფერო, ხო, მის გარშემო სულ იყო ეს რაღაც ქალობლების, მონაზვნების ატმოსფერო. მე ჩემი ბავშვობა და რაღაც მოგონებები გამახსენდა, სანამ ჩვენ ცხოვრებაში ეკლესია შემოვიდოდა როგორც ძალიან მოწესრიგებული ინსტიტუცია. ხო, აი როგორც ინსტიტუცია, რომელსაც აქვს აქტიური პოზიცია. ის კი არ არის, რომ აი მე სულზე ვზრუნავ და პოლიტიკასაც აზრი მაქვს, არამედ ის, რომ აი მე პოლიტიკით უნდა გაცხოვნოთ რა, აი ეს. სანამ ეს სახე შემოვიდა და სანამ ცოდვა კი არ მოსწონდათ. მაგრამ ცოდვა არ იყო აი მათრახი რა პოლიტიკური რა. მე ეგეთი ეკლესია მიყვარს და გავიცანი და გუშინ მქონდა ეს ფლეშბექები მაგ ყველაფრის და კარგი იყო, მაგრამ არსებობს სამართლიანი პრეტენზიებიც იმასთან დაკავშირებით, ვინ შეუშვეს და ვინ არა, გასაგებია რომ სამეფოს ვერ გაწელავდა საპატრიარქო, მაგრამ გამჭვირვალე უნდა იყოს რა ნიშნით შედიან იქ საშვით ადამიანები და რა ნიშნით არ შედიან. აი მაგალითად დღეს გამახსენდა, როცა დედოფალი გარდაიცვალა,
ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის ხოთაშორის. დევიდ ბექჰემი 12 საათი იდგა რიგში. მიუხედავად იმისა, რომ საშუ ქონდა. ხო. ეკნებოდა საშვი, ხო? მაგრამ აი ეს არის რა, რომ უნდა ჩადგე. არ მოწინააღმდეგები იმას, რომ თქვათ რაღაცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას. აი ეს პროტოკოლი ხო ვერ გავექცევით, ხო? უნდა გქონდეს, მაგრამ ხა ასევე არ ვეწინააღმდეგები, რომ სასწრაფოს ექიმები სწრაფად შევიდნენ, სწრაფად გამოვიდნენ პოლიციელები, სწრაფად შევიდნენ, სწრაფად შევიდნენ. ეს ყველაფერი ლამაზიც იყო და კარგიც იყო. ამას არავინ ეწინააღმდეგება. მერე იქ რაღაცა ჩემი ცოლის ნათესავები და აბა ჩემი ბავშვი, აბა იმის კონკურსი, რომ პატრიარქის აი ეს მე მიკვირს ესეთი შიგნიდან რატო არ აკავებს ამ ადამიანებს ეს რა? ყაველაშვილი ხარ, ხო? დადექი და აი პოლიტიკური მესიჯი თქვი, რომ აი ვერავინ ვერ მოგვერევა deep state ამბიონზე, ხო? გასაგებია, რომ იქ შენ მიმართ კეთილგანწყობა არსებობს, კეთილგანწყობა იმ ადმინისტრაციაში მის მიმართ არ არსებობს. მაგრამ ესეთი მოდი ესე ვთქვათ, უპატივცემულობა, ხო? ეს ეკლესია ნახევარი საქართველოს ეკლესია ხო არ არის, ხო? იქ ის ადამიანები კი მოუნდათ რომ გამოეცხადებინათ ქართული ოცნების ამომრჩევლებად, მაგრამ ქართული ოცნების დათვლითვე თბილისში მეტი ხმა იყო ოპოზიცია. ან ჯამურად რა, აი გირჩიც რომ მიათვალო ისინი. ანუ ეს ადამიანები როდის გაქოცდნენ, ხო? ანუ მოდი ესე ვთქვათ, ნახევარი თუ მეტი არა, იქ არ იყო საერთოდ ქართული ოცნების ამომრჩეველი. ხო არ გონია რომ თვითონ ხელისუფლებისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ამდენი ხალხი გამოვიდოდა პატრიარქის სამძიმრის სათქმელად და აი ეს სურვილი, რომ მოდი ეს ხალხი ბარემ ჩვენ მხარდამჭერებადაც გავაფორმოთ, იმიტომ რომ არ არსებობდეს უფრო დიდი სიმძიმის ცენტრი ვიდრე მმართველი პარტია, გზა და გზა შემუშავებულია. ხო, აი იმიტომ რომ პირველ დღეს მოდი კარგი სუფრაა და გავთამადე. ხო, როცა პირველი დღე იყო ჯერ კიდე კლინიკაში, ცოტა დაბნეულობა ჩანდა, ხო, იმიტომ რომ არანაირი თვითორგანიზებული მისვლა, თქვათ, იქ და ლოცვა, რაღაც არების რეკვა და ასე შემდეგ არ ყოფილა, ხო? ანუ იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი ალბათ, როცა გავიგეთ, რომ პატრიარქი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არ იყო ის მასა ხალხის, რაც მოასწავებდა, რომ შემდეგ დღეებში ჩვენ ვნახავდით ამდენ რიგებს. შესაძლოა ეს ხელისუფლებისთვისაც უცბად გავიგეთ, ხო? ანუ ადამიანებს გაუჭირდა დაორგანიზება, მიღება და დაჯერება იმის, რომ პატრიარქი ბევრჯერ ყოფილა ახლა საავადმყოფოში და ეს რაღაც უცნობი არ იყო ხალხისთვის, რომ აი პატრიარქი ცუდად გახდა, იმედი აქვს, რომ კარგად იქნებიან. არავის არ ჯერა რომ ახლა პატრიარქს ცუდად მოუბლის. და ხო, ეს არ მოასწავლებდა ნამდვილად. შემდეგ იქ იყო დაბნეულობა კი, იმიტომ რომ მოსაყდრე მერე მოვიდა, რომ გამოეცხადებინა იქამდე, მე მომწერეს ვიცოდი და შემდეგ რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო ახლა. შეუძლებელი იყო ეს ხალხის მასა აი მამა გაბრიელის ამოსვენებაზე, მაგალითად რა მასაც ვნახეთ რაღაცა სხვა იმაზე ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდა. ბევრად მეტი ადამიანი, იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქის გულმა შეწყვიტა თუ არა ფეთქვა, ის იქცა გვინდა თუ არა, ეს ცოტა ლიმინარული მდგომარეობაა ჯერ, მაგრამ იქცა წმინდანად. და აი ამ ნებაზე გითხავ მაინც ეს საკუთარ ამომრჩევლებად გამოცხადება ამ ხალხის რა არის? ეს არის მოდი ესე ვთქვათ, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად გაკოტრებული და დასუსტებული, ხო? ახლა ბიძინას ხო არ უნდა რომ ივანიშვილს ხო არ უნდა რომ დასავლეთთან ცუდად იყოს, მას უნდა რომ ის მიიღონ ისეთი როგორიც არის. ანუ თან ავტოკრატი იყოს და თან ყველა ეფერებოდეს. თან უთხრან რომ აი იცი რა ჩვენ რეკომენდაციებში შესრულება ჩაგითვლი ბოთლებს რომ აკრძალა კოკაკოლისას. მაგრამ აი სასამართლო რეფორმას კონდეს ხო ჯერ ესე კონდეს, სანამ ნაცებს არ მოანგრევ. ანუ ესე უნდა მართლა რომ ელაპარაკო. აქ ბიძინას არანორმალურად ჭირდება, როცა არ ჭირდებოდა ცოტა ეს იყო რა ხმა ბოხი ქონდა ეკლესიასთან.
მაშინაც არ ქონდა ესეთი, მაგრამ ეხლა რომ მიხვდა რომ დასუსტდა ის რომ ბოლომდე უნდა რომ ეს რაღაცა დაქორწინდეს ამ ინსტიტუციასთან, ხო? ეს რაღაცა შეირგოს და თავს მოეხვას. სამწუხაროდ ეკლესიის ნაწილი ბიძინას აღიქვავს მონათესავე ძალად, იმიტომ საქართველოში წესიერი კონსერვატული ალტერნატივა ახლა ჩნდება, ხო? რომელიც ჯერ კიდევ ნახავთ გამოჩნდება თუ არა, ხო? რომელიც გავლენიანს გულისხმობ, ხო? ეგეთი კონსერვატული ალტერნატივა, რომელიც იქნება, ხო, დასავლური. არ არის და ეკლესია ამიტომ მონათესავედ თვლის ბიძინას, იმიტომ რომ ეკლესიის ნაწილი. მეორე ნაწილზე მე ვილაპარაკებ, ეს ცხადი აღარ არის. აი ხო ეგ უნდა რა, რომ ეკლესიის ავტორიტეტთან აი ამ სოუსში იყოს მერთმეული მისი ძალაუფლება ხალხის. მაგრამ მანდ მე მგონი არის ნიუანსები, რომელიც არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი ნამდვილად ეკლესიის კაპიტალად შეგვიძლია ჩავთვალოთ თუ საკუთრივ ვილიამ მეორის გულშემატკივრად და მისი ამ დიდი ავტორიტეტით პატივისმცემელ ხალხად, ხო? იმიტომ რომ ამ დღეებში ბევრი მსჯელობა იყო, ბევრი მოგონება იყო და რაციონალური მსჯელობის ნაწილში მკაფიოდ იყო აღნიშნული ის, რომ და ამაზე ჩვენს გვილაპარაკია რომ ეკლესიაში მთავარი ადამიანი იყო მიუხედავად იმისა, რომ სინოდი მართავს ფორმალურად ეკლესიას და სინოდი შედგება 40 წევრისგან და ეხლა 39-ისგან, მთავარი პერსონა მთელი ამ წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ის უძლური იყო თუ ჯანღონით სავსე, მაინც იყო ილია მეორე და მისი ავტორიტეტი იყო განუზომლად დიდი, ვიდრე მთელი ამ დანარჩენი კრებულის, ხო, ვინც მართავდა. მე მგონი რთულია იმის თქმა ვთქვათ, ეს ხალხი ეკლესიაში დარჩება, იმიტომ უყურავდით, რომ ბოლო წლებში ეკლესიაში მოსიარულე ხალხის რაოდენობა იკლებდა და მიუხედავად იმისა, რომ კვლევებში მაინც სანდო ორგანიზაციით მიიწევდა. ძალიან ბევრი არც არასდროს ყოფილა, იცი, პრაქტიკოსი. კი, პრაქტიკოსი ხო არც არასდროს ყოფილა, მაგრამ მაინც აი მაგალითად შეამუჯირის წირვებზე ცოტა ხალხი იყო. სამებაში ინტერესმა სერიოზულად. ძალიან ცოტა ხალხი. ხო, ეს ვიღაცებმა შეიძლება ახსნან, რომ ტაძრების რაოდენობა გაიზარდა. კი, ბევრი რამე შეიძლება, ხო. მაგრამ სამება არ არის მაგის სიმაგა, სამებაში, ხო, ეს მაღალი იერარქია, როგორც წესი, მეტ ადამიანს იზიდავს ხოლმე და მან კლება ნიშნავს, რომ კლება ტენდენცია გაქვს რა. კი, და აქედან გამომდინარე, აი ამ ხალხზე, რომელიც გამოვიდა ილია მეორესთვის, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კვლავ ეკლესიის კაპიტალია, თუ ეკლესიას დიდი კაპიტალი ჩამოაკლდა სწორედ იმიტომ, რომ მთავარი ფიგურა, რომელიც აერთიანებდა ამ ყველაფერს, ცოცხალი აღარ არის. როგორ გითხრათ, ეს ძალიან რთული სათქმელია რა. ხო, არა, ეხლა თაიმით უმეტეს ძალიან მოკლედ მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, მე როგორ ვხედავ, ხო? პატრიარქის გაქრობა ეს არნიშნავს, რომ უცბად ჩამოიშალა ყველაფერი. ანუ ეს ექო მისი ნახევარი საუკუნის ძალიან დიდ ხანს გაყვება ამ ეკლესიას. ამ ფიგურის წასვლა ეკლესიის უზარმაზარ რეიტინგს შეიძლება დაეტყოს, მაგრამ გაჩნია ვინ იქნება შემდეგი. გაჩნია ვინ აიღებს ძალაუფლებას, რამდენად ჩათვლიან მას ბუნებრივ გაგრძელებად პატრიარქისად, იმიტომ რომ პატრიარქი არ იყო ესეთ რაღაც ხეშეშფოთლოვანი ფიგურა, სადაც რაღაც ზის, იქიდან რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს რაღაცა სინტაქსით, რომელიც არაფრით არ განსხვავდება პარტიული მესეჯ ბოქსიდან, ხო? ის იყო არა, პირიქით, მეგონი ძალიან მოქნილი და როგორ ვთქვა, ხალხი ისენის მცოდნე იყო, რასაც მის უარყოფით თვისებათაც ახასიათებენ, რომ ის არისო მაინც და მაინც კარგი თეოლოგი და ღრმა რელიგიური მსჯელობების ავტორი, უფრო სახალხო რელიგია იყო მისთვის მისაღები, ხო? და ეს მართალიც არის. ხო, მართალიც არის, ხო. მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქმა თეოლოგია არ იცოდა, იცოდა, მაგრამ მას ეს უფრო ეკლესიის ინტერნალური პასტორალური ამბები თვითონ ეს მოხებეობაც და ეს მთის გაგებაც შეიძლება იყო მაგის განმაპირობებელი, რომ ეგეთი განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა რიტუალებზეც და სხვათა შორის აი ახალი ადმინისტრაცია და წესრიგით საპატრიარქოში ეგეც ცოტა ხალხოსნური იყო რა, ანუ მას არ გაუმართავს სისტემა, ანუ ბევრი საყვედურობდა ხოლმე, რომ ეს რაღაცა ვერტიკალი ვინ ქვის ქვეშ არის, როგორ სწრაფად ფუნქციონირებს. აი
ეს მენეჯმენტი არ ქონდა რა რაღაცა ჩუსტები დადიოდნენ საპატრიარქოში. ხო, შიას მერე დაეთყო. ხო, შორენაც რომელიც ერთი ქალი იყო მთელი ის რა კონცერტი. და შიას შემდეგ ამ რაღაც ფორმები შეიძინა. სხვა ნაწილია, სხვა რაღაცა, მაგრამ ტექნიკურად გამართული სისტემა არის, აი რაღაც ურეკავ პასუხობენ იქ რაღაცა დავჩარაშენიძესთან რომ დარეკავდი, უნდა ფხენიანიდან უფრო მალე მიიღებდი მართლა კომენტარს, ხო, რაღაც გიცდიათ ალბათ თქვენც. და პატრიარქს უნდა ზოგჯერ ანდრია ჯაღმაიცისგანაც მაგ ტემპით ვიღებთ პასუხს, გააჩნია როგორი კითხვა გვაქვს, მაგრამ კაი. ხო და მაინც გამართულ სისტემად უწარმოვაჩეთ ახლა საპატრიარქოს, მაგრამ ხო განსხვავებული არის. ყველაფერი შედარებით. ხო და პატრიარქი განასახიერებდა იერარქი. სხვებმაც თქვეს რა. ცოტა დედა ეკლესია, იმიტომ ქვია ამას, რომ ცოტა აი ამ რაღაცა დედასავითაც უნდა, აი ეს მამის სიმკაცრეს არ უნდა განასახიერებდეს რა. და პატრიარქს ქონდა ეს, აი მას შეეძლო რომ ჩასულიყო მშვილმკვდარ დედებთან და ტირილით ენუგეშებინა. რაღაც თეოლოგიური დისკუსია კი არ გაემართა მათთან, რომ იცი რაღაც ამ კრების, ამ მუხლით შენი შვილი ეხლა შესაძლოა იქ არის აქ. არაფერი ეუბნება, რომ შენი შვილები, თქვენი შვილები არიან ცოცხლები. თანაგრძნობას აძლევდა რა. ეს ყოველთვის არ იყო ასე. 50 წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ, არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არას ცოდოს, ხო? ცოდვა ბევრი იყო, როცა პატრიარქი ცოდვების შენდობას ითხოვდა, ის არ ფარისევლობდა, მას ჰქონდა ცოდვებიც, ხო? მაგრამ ეს ელემენტები, რაც ხალხთან შეხვედრის, იქ რაღაცა წიგნები, მისი ინტერესები ხო თან მონაცვლეობდა, ხო? აი უზნაძე, ხო, ფსიქოლოგია, ცოტა იქ რაღაც მედიცინა, იქ რაღაც მეღორეობამ რო მეღორეობამ გაიტაცა რაღაც მომენტში აი სტუდენტების იგიენაზე. ანუ ეს ყველაფერი აი რა თოჯინების შეკერათან თქვა. ანუ ეს რაღაცა თოჯინების კერო არ ვიცოდი. რაღაცა კურთხევა გასცა ერთხელ რომ თოჯინები შეგერა. რაღაცებს თვითონ იგონებდა და აკეთებდა ამ ყველაფერს. ნაწილი ახლა ჩაფუშული იდეა იყო, ხო, განწირული იდეა იყო, მაგრამ ნაწილი ახლა ამაზე ალბათ მეღორეობა, იმიტომ რომ ღორები რუსეთიდან შემოყვავს. ხო. მაგდენი არ ვიცი, მეღორეობა მე გეტყვი. მე ვიცი, ღორებში რაც უნდა შეიდენო, მაგათ შესაძლებლად. ხო და ხო და ეს ამ ინტერესების გამო აი ბევრნაირ ადამიანს აი ეს რაღაცა ინტელიგენციასთან იცოდა როგორ გამოენახა სხვადასხვა მაგას შევარდნადეს გავდა და მე მგონი არა მხოლოდ მაგაში აი აღფრთოვანებით გამოდიოდნენ ხა ქართული ინტელიგენცია აღაფრთოვანო ძართულია ხო ანუ ფული უნდა გქონდეს ხა პატრიარქი არ არიგებდა ფულს ხო თუმცა აღმოჩნდა რომ ნივთებს არიგებდა პალტოს ფეხსაცმელს ნივთებს კი კაცო სტიქაროსნებსაც გვირიგებდა ხოლმე ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო ხო რომ აი ზოგს პალტოს და ზოგს ფეხსაცმელს და ზოგს თვალმარგალიც და ზოგს კიდე რას ურიგებდა კი ანუ ეს გამცემი იყო ოღონდ ბოლო პერიოდში საერთოდ ვეღარ ხვდებოდა ფული აი ხა როდის შევიდა ბოლო სუპერმარკეტ აღირს და სიცილით იხსენებენ ხოლმე ზოგიერთი მღვდელი და ეპისკოპოსი რომ აი 200 ლარი ისევ ბევრი როგორია ან რაღაც 1000 ლარი რო ცოტა რა არის რა შეესაბამებოდა არ იცოდა რა მაგრამ სტიქაროსნებს ესე ძალიან მეცინება ახლა მე 10 ლარიანებს გვირიგებდა ხოლმე მე რომ მომცა პირველად 10 ლარიანი წავით ჩარჩოში ჩავა კიდე გაქვს არ ვიცი სხვათა შორის იმიტომ ვერ ვიპოვე სტიქარი მაქვს მაგრამ ეგ ვერ ვიპოვე პატრიარქი ესე იჯდა საკურთხეველში. ესე აქეთ იჯდა ვიღაც ეს ქეშით. და ეს ფულს გამოუღებდა ხოლმე პატრიარქს შეუცურებდნენ. შენ მიდიოდი ემთხელ და გამოუცურებდი ამას. ეს რომელი წლებია? ეს არის 2006-2007. ზუსტად პიკში და პიკში. გასხივოსნების ხანაში. ხო, ანუ ეს რაღაც გამოუცურებდი. ანუ ეს ტრადიციები როგორ გითხრა, ზოგად კონტექსტში შეიძლება დაინახოს ვიღაცამ დიდი უბედურების სიმპტომად ან შეიძლება დაინახო უბრალოდ შიგნიდან ესე როგორც საყვარელი ფიგურის
რომელსაც ქონდა იუმორი, ხო, კარგი და საშინელად ამგდები. ანუ საშინელებაზე საკმაოდ ცუდი ეტნით. მაგრამ არ იუმორს ყველასთან იყენებდა? ყველასთან იყენებდა თუ რაღაც სიახლოვე გჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს იუმორი შენ თავზე გამოგეცე? თვითონ უნდა საკმაოდ დისტანცირებული ადამიანი იყო ესე. მე მახსოვს, რომ ეხლა მიყვარხარ პატრიარქოს, რომ იძახის ხალხი, ცოტა მეუხეშება, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან მკაცრად, რომ უწმინდესოსაც ვერ დაუძახებდი. თქვენ უწმინდესობა. ანუ რაღაცნაირად ჰქონდა ეს რა. ეს მეორე ნაწილიც ჰქონდა ეს რაღაცა. მაგრამ იცვლებოდა რა, ეს mood swing-ები სულ იყო რა. ანუ სულ ერთი და იგივე ხასიათზე არ იყო. ერთ-ერთი რაც მოვისმინე ამ დღეებში იყო ის, რომ პატრიარქი ძალიან განსხვავდებოდა დამოუკიდებლობამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დროს, მისი საქმიანობა, პერსონა, პოლიტიკა და ასე შემდეგ და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. იმდენ ხანგრძლივი ცხოვრება არ გუნა მას ღმერთმა და იმდენ დიდი ხნის განმავლობაში იყო მართველ ეკლესიის მართველად, რომ ალბათ ეს დროის ამბავიც არის და ისტორიის გავლენაც, მაგრამ არ ვიცი, შენ როგორ მიიჩნევ ესეთ გაყოფას, თვალსაჩინოა ეს სხვაობა? სენტიმენტი ზოგადად აქვთ ხოლმე ადამიანებს იმ ეკლესიის მიმართ, რომელშიც მივიდნენ. ეს პრობლემა ჩვენს გვისაც მე მგონია ცოტა კაციან ეკლესიაში. ცოტა კაციან ეკლესიას, ნუ მე მაინც პიკურ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ხო საბჭოთა. მაგრამ ეს ისევ შემორჩენილი იყო რა, მე მაგალითად რაღაცა ბავშვი ვიყავი დიდობის ტაძარში რომ მივედი სტიქაროსნად. ჯერ კიდევ ეს იყო რა, ანუ ეს შიგნით შეგეძლო, რომ აი თითქოს ყველაფერი ცოცხალია გარშემო. აი წმინდა ნიკოლოზი ხატი კი არ არის, ეს არის აი აქ არის. ანუ ეკლესია ერთია რა. იქ ხალებიც ესე აღიქვავდნენ ამ ყველაფერს, აი ხო ხვდები, ემეგობრებოდნენ ამ წმინდანებს მართლა. ანუ ესეთ განცდა იყო რა. ეკლესია სადაც ცოდვა ესე არავის არ უყვირდა, იმიტომ აი როგორც ავადმყოფოში არ უყვირთ დავადება, ხო? ისე როგორც რავი ექიმთან გახდა არ გიჭირს, ისე ახსარება არ. აი ეს თავისუფლება ჯერ კიდევ იყო, მიუხედავად თავისი უზარმაზარი პრობლემებისა და მიუხედავად იმისა, რომ თუ შეგიძლია თქვა, რომ აი სოციალური მსახურება ძალიან დაბალ დონეზე იყო, მკვლების განათლება კიდევ უარესზე, რაღაცა ის რომ საკრამენტი ახსრულდება და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო. ეხლაც არის დარწმუნებული ვარ. მაგრამ ნაკლებად ჩანს რა, იმიტომ რომ აი ეს პერსონალ ეკლესიასთან ინტერნალური გამოცდილება უნდა გქონდეს ადამიანს, ხო შიგნიდან უნდა იყო. როცა ეკლესია ხდება პოლიტიკური პარტიასავით. ოკეი, ასოცირდები ვთქვათ მასთან, მაგრამ ემოცია, რომელსაც ერთი ბადებს და მეორე ბადებს, ხო? ან გარდამქმნელი ძალა, რომელიც ერთს აქვს და მეორეს აქვს, არის ორი განსხვავებული რა. და ხალხსაც, რომელსაც იზიდავს ისეთი და ესეთი. თანასწორებს, ხო, სამრევლო რატო არის კარგი, თუ კარგად არის ორგანიზებული, რომ იქ მდიდარი წყარიბიც ერთმანეთში არეული, ხო? ძალიან გამათანასწორებელი იყო. მე ურთიერთობა მქონდა მაგალითად ბავშვობაში ადამიანებთან, რომელთან ცხოვრებაში არ მექნებოდა გამოცდილება, ხო? აი ვიღაცა ხო, პატარა ეკლესიაში რომ ვიღაც ქალებთან, რომელსაც ერთისების კორის ნაცვლად ორი უნდა და იჩუმად იპარება და ხელს გიწვდის, რომ ანუ ბევრი ესეთი მომენტია რა. ეს რაღაცა შიდა ინტერნალური პასტორალური რაღაცა, სადაც აი ბევრი უფრო მეტი მოწყალება არსებობს, ვიდრე მსჯავრი. ხო? უფრო მეტი სიყვარული არსებობს, იმიტომ რომ სიყვარულს საჯაროდ ვერ აფრქვევ, ხო? საჯაროდ შეგიძლია აფრქვევ მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ. ხო, ანუ ეკლესია ძალიან უშუალო რაღაცა. ამ ინტერნალურ რაღაცას, სადაც რაღაც იქ ქალები, ხო, აი ძველი ქალები ის დროს რო დადიოდნენ რაღაცა, თაისით ორონჯაძე ან რაღაც თვით მისი და ეს ხოთა შორის მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ პატრიარქი მოდიოდა დიდუბეში და დამლაგებელი გავიხედე და ესეთი კარია რა, საკურთხეველსაც ისინი. ესე შევიდა და გამოვიდა. და ამ დამლაგებელს ვეკითხებ, რომ ძველი ქალი იყო რა. რა პატრიარქი უნდა მოსული იყო რა. რა ქენი მეთქენ, რომ ქალები ხوار შედიან საკურთხეველში. მე პატრიარქისგან მაქვს კურთხევა. და როდის აიღე მეთქე ეს კურთხევა? პატრიარქ ეფრემ მეორის. ო მაი გად. რა ეფრემ მეორისგან მერტო.
რომელიც ალბათ მაგ დროს არც კი გახსოვდა, როდის გარდაიცვალა. არ ვიცი ხე მეხუმრა ეს ქალი თუ რა ქნა თუ რაღაცა, მაგრამ ეს რაღაცა ეს სივრცე რომ ეს ამ ქალებზე ხო ხვდები რას გულისხმობ რა ეს ძველები. როცა ეგეთი დრო იყო. მაგრამ ძალიან საინტერესოა, მე მისი სურვილით შეიცვალა ეს ბუნება ეკლესიის და ურთიერთობების თუ ანუ გააზრებული ცვლილება იყო ეს თუ რაოდენობამ და ძალაუფლების კონცენტრაციამ მოიტანა ბუნებრივად. მაგან კი. ერთი მხრივ თან ბუნებრივმა კონკურენციამაც იმიტომ რომ მედია გამოჩნდა იქ რაღაც კონკურენტები გაუჩნდნენ ხო? სახელმწიფო მეტნაკლებად ფორმა შეიძინა. რაღაცა ფორმა შეიძინა ამ ფორმაში ეკლესიამ აღმოაჩინა ის ცდუნებები, რასაც საბჭოთა დროს ვერ აღმოაჩენდი, ხო? უბრალოდ კი აღმოაჩენდი, მაგრამ სხვა ფორმის იყო. აღმოაჩინა რომ შენ შეგიძლია იმეფო. შეგიძლია იყო მეფე, რომელსაც რომლის კვერთხის დარტყმასაც მილიონები ეტყვიან კის. და კიდევ 1 მილიონი გაუჩუმდება, ასეც რომ არ ფიქრობდეს, ხო? აი ეგეთი ფიგურა, რომელიც საკრალურად შეეზარდა ძალაუფლებას, მე მგონი არ ყოლია და არც გვეყოლება, ხო? და ეს ამაზე ვერ იტყვი რომ და თან ისე რომ ბევრიც არავინ გაბრაზებულა ამით. რითი? რომ ძალაუფლება ესე ორგანულად. ბოლო პერიოდში კარგავდა რა მაგ შეგრძნებას. იქამდე სულ ედო ხოლმე პულზე ხელი, მაგრამ აი მაგ შეგრძნებას რა ხა არავის არ მოსწონს, რომ შენი მოადგილე ქუჩაში 20 გოგოს დასდებს და არავის არ მოსწონს, რომ შენ წარმოგადგენენ ვიღაცა. არა გაპრიალებული და ისეთი ხალხი, რომელიც მას მოსწონდა, ხო, რაღაც ესეთ ჰიგიენური პირები. არა, ვიღაცა აი აწყვეტილი გიჟები. აი ბევრი ამ ეკლესიაში მოხვდა, აი უბრალოდ აწყვეტილი ფაფარაშლილი გიჟი. და მე ამ ხალხს ეს ხალხი რო ჩნდება შენ გარშემო, ვიღაცა დამრტყმელი ძალები, ხო? ეკლესია განზიდულობას იწვევდა. რა სანამ იყო ეს რაღაცა სახლური ბოდი ექსკურსიებზე წავიდეთ და მოვილოცოთ ის და მოვილოცოთ ის და რაღაცა ეს იყო უვნებელი ტკბილი სამრევლო ცხოვრება. ხო, მაგრამ მოდი ჯარში რო გზავნიან უკვე 5 რა ქვია შეღებილთმიანი გოგოს სადევნად, ხო, ნუ აი კატასტროფა. მაგრამ მოდი ვთქვათ ისიც, რომ ესე ძალიან იდეალისტურად და ზღაპრულად რო არ დავხატოთ ეს ამბავი, არც საბჭოთა კავშირის დროს 77-ში გახდა, ხო, პატრიარქი და კაი დიდი ხანი მოუწია საბჭოთა კავშირის პირობებშიც ამ ქვეყნის ეკლესიის მართვა და აირჩიეს. ხო, აირჩიეს ისე რომ იმიტომ რომ იცოდნენ რომ დამაჯერებელი კანდიდატი იყო, როგორც შევარდნაძის ინტერვიუდან ჩანს მას ჰქონდა შევარდნაძის და ალბათ შევარდნაძეზე მაღლა მდგომების კეთილგანწყობა და მხარდაჭერაც. კომუნისტურ რეჟიმში არა მარტო რაიკომის დინერს და ცენტრალური კომიტეტის დინერს ამტკიცებდა პარტია, არამედ პატრიარქიას. ეს გადატანითი მნიშვნელობა ფაქტიურად ასე ხდება. და საქართველოში როცა ბატონი ილია გახდა პატრიარქი, მაშინ უკვე ხდებოდა ისიც რელიგიისაგან შეუბრუნება, ქრისტიანობისგან შეუბრუნება. და ქართული საზოგადოებისათვის ეს ძალიან აქტუალური საკითხი იყო მაშინ. პირველ რიგში ფედერალობაში ინტელიგენცია, მეცნიერება, ინჟინერია, საბჭოთა სტრუქტურების არ გავშიფრა, რომ სტრუქტურები ალაპარაკეს, სრული ასეთი იყო, რომ საქართველოში ძლიერი კათოლიკოსი არ უნდა ყოფილიყო. მაშინ ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ რაც ჩემზე იყო, მე ყველაფერი დავაკეთე იმისათვის, რომ პატრიარქი დამხდარიყო ახალგაზრდა კაცი, განათლებული და თავის ხალხზე თავდაიწყებამდე შეყვარებული. თავის მოტყუება იქნება მოკლედ ის, რომ მაშინ პოლიტიკა არ იყო ეკლესიაში, ხო? ანუ პოლიტიკა იყო უბრალოდ ქვევით იყო ეკლესია. ხო და აი ეს არის საინტერესო პოლიტიკა რა დოზით და რანაირად იყო, იმიტომ რომ ხა მაგას ვერ ვიტყვით, რომ მას ან რამე ამოცანა არ ქონდა, ან მიზნები არ ქონდა, ან სტრატეგიულად არ ხო ფუნქციონირებდა და ასე შემდეგ. ხო, აი სად იყო აი ბოლო პერიოდამდე, აი რაც შენ გაიხსენე, შენი ბავშვობის ეკლესია იყო შირმა.
ხო, საბჭოთა კავშირში პატრიარქები რატო შეყავდათ, ხო, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. იმისთვის, რომ დასავლელ სასარგებლო იდიოტებს, მემარცხენეებს, საფრანგეთში, ამერიკაში, იმაში არ მოკლებოდათ სათქმელი, რომ საბჭოთა კავშირში არავითარი რელიგიის თავისუფლება არ არის ხელყოფილი, ყველა ძალიან კარგად ცხოვრობს, უბრალოდ ეს ხალხმა თავისუფლებაში, კაპიტალიზმისგან თავისუფლებაში ეს ერთ დღეს აირჩია, რომ ღმერთი აღარ უნდა. განა ის, რომ ცეცხლი და მახვილით იგი მუძლები ათრია ეს იმაში, აი უბრალოდ ესე აირჩია. აქ რომ მიდიოდნენ რუსეთის საპატრიარქო ჩვენ ადგილობრივი პროტესტანტები ვიღაცები, ხო, რუსეთიდან. სამწუხაროდ ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში ესე დევნა არ არის. როცა უნდა გეხვეწა, რომ ტოტალიტარული საბჭოთა კავშირიდან მიდიოდნენ წესიერ ქვეყნებში და ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგია. მაგრამ მეორე მხრივ, პატრიარქი ისე დროს დაიბადა და მე საბჭოთა კავშირიც ისე შეიცვალა. მართლა ცოტა დარბილდა იმასთან შედარებით. ცოტა დარბილდა. ხო, მაგრამ კომპრომისზე ბევრზე წასულა მისი არჩევნების დროს. მიუხედავად იმისა, რომ კანონიკურად სრულად მართალი იყო, ეს ეშლებათ ხოლმე, რომ იქ რო რაღაც მეუფე გაიოსთან დაპირისპირებაში გასაგებია, რომ ადამიანურად და შემზარავი მოვლენა, მაგრამ კანონიკურად მართალი იყო. კანონიკურად ის იყო მოსაყდრე, ანუ მართვა გამგეობის დებულებით ის უნდა ყოფილიყო მართლად იყო არჩეული მოსაყდრედ, შემდეგ სამი მღვდელმთავარი, ანუ სულ 7 კაცი იყო. სამი მღვდელმთავარი ავარდა, იმაში სიონთან იყო პატარა საპატრიარქო და დააგზავნა დეპეშები, რომ ესო არასწორად აირჩიესო და ასე შემდეგ. აღონ სწორად იყო არჩეული და გაიოზი მეთაურობდა ამას. მერე გაიოზმა კი მოიხარა თავი და მივიდა აღსაყდრებაზე. იმ დროს როცა აღსაყდრებაზე იყო მისული არსებობს წერილი, რომლითაც ძირს უწყლიდა უკვე პატრიარქი. პატრიარქი ანუ ილია. ახალგაზრდა იყო მაშინ. მაგრამ არ ვიცი, აი ამ ბევრ კომპრომისს მოუწია, წასულა და წავიდა, ხო? აი რა არის, ვისაც ეს დრო კარგად არ ახსოვს, ან შეიძლება არ იცოდეს ეს ამბები, აი ესეთი მნიშვნელოვანი კომპრომისები, რაც მის პერსონას გამოკვეთს. პირველი წლებიდან. პატრიარქი ესე ზუსტად ვერ ვიტყვი რა. და არც მინდა ბევრი ვილაპარაკო. ყოველ შემთხვევაში დავაძველო მინდა რაღაც ეხლა ეს დრო არც მომდის თავში, იცი? როგორ რაღაცა 15 თუ 16 წელი, ნუ მისი სახელით ბევრი მომხვედრია, მარტივად რო ვთქვათ, ხო? ვერბალურს გულისხმობ. არა ვერბალურის მხოლოდ ცდილობები. ხო და არაერთი მოდი ვთქვათ, წარმოგაჩენი. კი, არაერთი. მაგრამ სიტყვისა და თავისუფლების როგორ დაიცვალა, ესენი მახსენდება რა, ანუ ამ ხასიათზე ვარ ახლა. კი, მე მოდი ვიტყვი იმას, რაც შეიძლება ჩვენი აუდიტორიის ნაწილმა არ იცოდეს, იმიტომ რომ ჩვენ მას ერთად ასწავლებმა იციან, რომ ტაბულა მისი ტექსტებით, რომლითაც ამ ცნო საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალება და მერე უკვე შენი ბლოგიც რედაქტორის წერილი, რაც მიეძღვნა, მოექცა მოკლედ როგორც მორწმუნე, ასე არამორწმუნე ადამიანების ყურადღების ცენტრში და რაღაცა როგორც ყველაფერზე ამ ქვეყანაში ორი რადიკალურად გაყოფილი აზრი იყო, ერთი ხოტბას გასხამდა და ამბობდა, რომ აი სწორედ ეს არის ის, როგორც უნდა მიაგო პატივი ადამიანს სიყვარულითა და პატივისცემით, თუმცა იქვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცალმხრივია ეს წერილი, სწორედ იმიტომ, რომ ეხა ამ ხასიათზე ხარ და უფრო კეთილ რამეებს გამოყოფ, ვიდრე დანაშაულებზე თუ ცოდვებზე თუ ცუდ მხარეებზე ამახვილებ ყურადღებას. თუმცა მე ამ დღეებში ბევრ ადამიანს ველაპარაკე, ეგეთი პროფესია გვაქვს და არ ხარ მარტო ვინც ფრთხილობს, იმიტომ რომ ხა დღეს კიდე უკვე დაკრძალულია პატრიარქია, სანამ დაკრძალავდნენ, ვინც მეტნაკლებად ახლოს იცნობს ეკლესიას და შეუძლია საინტერესო დაკვირვებების თუ მსჯელობის შემოთავაზება, აი ამ დღეებში მართლაც ხა რაღაც კულტურა ხო არსებობს, რომ სანამ ადამიანი დაკრძალული არ არის, მაინც და მაინც იმ 4 დღე არ გამოიყენა სასტიკი კრიტიკისთვის. ასე რომ, თუმცა
როგორც მივხვდი, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა გარეთ გამოსულ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანზე ამ ცერემონიალზე, სიყვარულზე, მასშტაბზე, ბევრი ადამიანია მაინც ისეთი, ვისგანაც მას ძალიან აქვს გული ნატკენი, ვინც თავი იგრძნობს სხვადასხვა დროს მიტოვებულად, დაჩაგრულად, დევნილად, ზოგი არც კი ცხოვრობს დღეს საქართველოში და ეს არის ალბათ თუ კი შევეცდებით, რომ სამართლიანები ვიყოთ, მისი ისტორიის ნაწილიც ამ ადამიანების რიგ შემთხვევაში ტრაგედიები, ხო, როცა სასტიკი განდევნის და ხო აი მარბიელი ჯგუფები სკოლა, აი რაზეც ვილაპარაკეთ, ხო, როცა აი ეს არის რა, შეგჭამარი და დაგარტყავ და აქ ვერ იქნები და ეს ვიღაც ხალხი რო დარბის რა. მისი სახელით სრულიად უცხო საეკლესიო ელემენტები რა, მე ეგეთი რა ვიცი არ მინახავს. ხო და ამ ხალხმა, ჯერ ერთი განადგურა მორალურად, შემდეგ ცემა ზოგჯერ მოკლა სხვათა შორის, ხო? აი ამ ატმოსფერომ და კლიმატმა. და მესამე გააქცია ადამიანები, ხო? ხო, ზოგი იდენტობის, ზოგი სიტყვის. მე ვერაფერს ვერ ვეუბნები. არსებობს რაღაცები, რაზეც უნდა გაჩუმდე და ერთ-ერთი არის, რომ უნდა გაჩუმდე იმაზე, როცა მსხვერპლი ხმას იღებს, ხო? და ხო, შეიძლება რაღაცა ობიექტური რაღაც ფორმულა გამოვიყვანოთ, მე და შენ რამდენი დღეში არის რაღაცა სხვა ლაპარაკობ და რამდენი დღეში არ არის, მაგრამ ამასაც არსებობს კი, ხო, ხო, ამის ალბათ ისტორიაც არსებობს, მაგრამ ხო, ვინაიდან ეს მსჯელობებით საბოლოო ჯამში ალბათ ისტორიის წყაროებიდან ნაწილი იქნება, ხო, მნიშვნელოვანია მაგის აღნიშვნაც, რომ ეგ ხალხიც არ არის მოკლედ, ცოტა ვინც მწარედ იმედ გაცრუებული დატოვა სხვადასხვა დროს ეკლესიამ და როცა ეკლესიას ვლაპარაკობთ ილია მეორის დიდი ავტორიტეტიდან გამომდინარე ალბათ ვლაპარაკობთ ილია მეორეზე. რა თქმა უნდა. ეს მარბიელი ჯგუფები ისე მთელი ისტორიის განმავლობაში არ იყო მე მგონი მისი ნაწილი. არ იყო. უბრალოდ მან ისევ სამართლიანები რა იყო. მე ვაბრალებ ამას სამღვდელოების ნორმალურ ნაწილს რომელმაც რაღაცა კი გაიფაჩუნა თავის დროზე, მაგრამ ძალა ვერ ანახა. აი 97-98 წლები, აი ეს რაღაცა სიგიჟე და იზოლაციონიზმი რო დაიწყო. იმათ ეყოთ საკუთარი მოტივების სერიოზულობა იმისთვის, რომ აი ეს ძალა ეჩვენებინათ. და აქეთ მხარეს იყვნენ ვიღაცა ნარნარა ხალხი, რომელსაც ჰქონდათ მხოლოდ პრეტენზიები და ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეეძლოთ. და პატრიარქმა რაღაც მომენტში რომ დაინახა და პატრიარქი იყო კომპრომისნო საბჭოთა დროს საქმე. აი კომპრომი იქნება ოღონდ პუნქტი. აი ეს რა. რომ დაინახა ამათ მხარეზე გადმოვიდა. ანუ ამბოხებულთა მხარეს, ანუ ძალა დაინახა იქ. შემდეგ უკვე შეიზარდა და რა თქმა უნდა აქ რუსეთსაც ჰქონდა ალბათ რაღაც გავლენა, ხო? ზოგად პოლიტიკაში მასთან მიმართებით. მაგრამ აქეთ ამ მხარეს ძალიან ეური ადამიანი იყვიროდა და არავინ მას არ აი რამდენიმე ეპისკოპოსი რო გამოსულიყო და ეთქვა რომ აი ეს კაცი ეხლა რო ამბობენ ხოლმე კარგად რომ აი ბასილი ვიღაცა არიან სწორები და აი მოვალთ და ესენი როგორც აკეთებდნენ ხო ეს რაღაც მე მართლა ისინი რო შექმნა ეს რა ქვია საშიშები ანუ არ შეიძლება მღვდლის ფიზიკურად გეშინოთ ეს აი მღვდლის არ უნდა გეშინოთ ეს რომ როდის იგრძენი რომ ანუ ზოგადად რა მე კი არა ხა ბევრმა იგო მე ნაკლებად მაგრამ ადამიანებს რომ ვუყურებდი რომ მღვდელი რომ მოდის ეშინია აი რა სიგიჟია ხო ანუ არ შეიძლება მოდელი ასოცი სიმბოლოები არსებობდეს ხო და აი როდის გახდა ეს 2000-იანები მილენიუმის ბოლოს რა 2000-იანებისკენ ნუ ჯერ კიდევ მაშინ აი 2003-ში ეგრე არისო აი ნიშას მერე ნუ აი ჩემთვის პირადად გარდამტეხი ზოგადად არა მარტო ეკლესიის მე მგონი ამ ქვეყნის ისტორიაშიც მაინც 17 მაისია იმიტომ რომ აი ესეთი ძალადობის მასშტაბი რო ჩემი თვალით მექნებოდა ქუჩაში ნანახი არ მქონდა მაგაზე წარმოდგენა მაგრამ მე მგონი მაგას ჰქონდა თავისი წინაპირობები რომელიც აი ესე თარიღად ჩემ ტვინში არ არის ხო ანუ იმიტომ რომ ცოტა ადამიანს ეხებოდა თან
და ამიტომ იყო კიდე უფრო ხო, უბრალოდ ეს ხალხი დრამატული, ხო, ხო. ეს ხალხი სანამ ცენტრალურ მოედანზე ითარეშებდა, იქამდე ვიწრო პრაქტიკა ჰქონდა. ქუჩებში, ხო, და აი მაგისით არიღები არ ვიცი და ეგ არ მაქვს მოხელთებული, როდის დაიწყო ამ ხალხმა. აი ეს მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირი ხან რომელიმე მღვდელს მიუვარდებოდა და აი რაღაცებს უზავდა, ხან ვის დააშინებდა. ანუ თან ეს შეეძლოთ, ხო, იმასთან მივარდნა. რაღაცა კატეგორია დაყვებოდა ამ ხალხს, აი ცოტა ქუჩა რა. ესაც აი სხვა კულტურა დაყვება. ეს არ იყო პატრიარქის კულტურა. და შესაძლოა არც აყოლია ესე, მაგრამ დუმილი ახალისება, ხო. ხანდახან სიტყვაც. კი. აი ეს იზოლაციონიზმი არის მე მგონი ერთ-ერთი საინტერესო ამბავი, იმიტომ რომ ხა ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ბოლო წლებია სახელმწიფოს იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე და მის საფრთხეებზე, ხო, რამაც შეიძლება სადამდეც შეიძლება მიგვიყვანოს ამან, მაგრამ ეკლესიის ისტორიის არც ისე დეტალური კვლევა, ის ზედაპირული დაკვირვებითაც კი მარტივია იმ დასკვნის გაკეთება, რომ პრინციპში სანამ სახელმწიფო პოლიტიკაში გადავიდოდა იზოლაციონიზმი ეკლესიაში გაჩნდა. და არ ვიცი ეგ თეორია ხა როგორ არის, მაგრამ თუ რუსულ გავლენებს მივაწერთ სახელმწიფოს იზოლაციონიზმს, მაშინ გამოდის, რომ ეკლესიაში შეიძლება იგივე მექანიზმით აიხსნას, ხო? ეგ არ ვიცი ამაზე რამდენად ფართო საზოგადოებას აქვს ნაფიქრი და ნამსჯელი, მაგრამ მგონია, რომ აი თუ პერსონალურ კრიტიკაზე არ გადავალთ, იმის განსასაზღვრად მომავალში რა შეიძლება ველოდოთ, ეგ მაინც კიდევ ერთხელ დასალაგებელია. როგორ შეიცვალა ამ სახალხო ბუნების მქონე ეკლესიამ, რომელიც აერთიანებდა, არ ვიცი, ეროვნული სულით ახსავსე ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ეს იზოლაციონისტური ბუნება. როგორ შეიძინა, ხო? გავრცელებული რუსეთში გავრცელებული იზოლაციონიზმით, იმიტომ რომ ენა, რომელიც ამ ხალხმა იცოდა, იყო რუსული. კითხულობდა ლიტერატურას, რომელიც რუსული იყო, პატრიარქს რუსულენოვანი იყო და ბოდიში რაღაცნაირად ეს ხმა ჯერ არ ხოდია. დადე თუ გეშვიდი. ჭიქის და თეფის დატრიალება ვიცი, მაგრამ ჭიქის დატრიალება პირველად. ხო და ანუ ამ სიტუაციაში ისე განათლდა რა ეს ხალხი. რომ აი ეკუმენიზმი არის ცოდვის მორევი, თუ ეკუმენისტი ხარ ერეტიკოსი, უბრალოდ აი ერთჯერ ვსტოვებენ ხოლმე. ბართლომეოსი მაგალითად არის ერეტიკოსი, იმიტომ რომ ლოცულობს კათოლიკეებთან. ანუ კათოლიკეები ერეტიკოსები არიან, ბართლომე არის იმიტომ რომ ლოცულობს და შენ რომ ბართლომეოსთან ლოცულობ, აი რა გამოდიხარ? აი რა მნიშვნელობაა ამ რგოლს გადაახტები თუ არ გადაახტები, ხო? ითხოვდა უბრალოდ, ანუ ხოთეში პატრიარქი მაგაზე არ წასულა ახლა, რომ ბართლომეოსთან გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი, ეგეთი სიგიჟე არ უქნია, არც კრეტის კრებაზე არ წავიდა, მაგრამ არც დაუგმია. რაღაც სასაცილო გამოსავლებს კი პოულობდა ხოლმე, რომ დააკვირდეთ, ხო? კითხულობთ ტომოს. კი, ანუ აი ერთგვარდიან დოკუმენტს, ხო, მაგრამ ხო ჯობია რომ იკითხო. აი როგორ რაღაცა ისე გარდაცვალების მე ესეთ რაღაცები დაფასება დავიწყე. იმიტომ რომ შეიძლება მოგვენატროს, რომ კითხულობდნენ ტომოს. შეიძლება წაიკითხონ და თქვენ რომ წყვეთ ევქარისტიულ კავშირს. ყველა სიგიჟეა მოსალოდნელი. მოდი მაინც განმარტავ ტომოსის კითხვა რა გულისხმობს საქართველოს არ აქვს უკრაინის ავტოკეფალია აღიარებული და ვისაც ეს აღიაროს ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხოს მოკლედ და უკვე წლებია საქართველოს არც იმას ამბობს რომ არ ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაგრამ ხო, მოკლედ ტომოსის კითხვის ეტაპზე ვარ. სხვა შორის პატრიარქის ილია მეორეს მიღწევებში იყო სწორედ ის ხშირად, რასაც ამბობენ, რომ ავტოკეფალია დაგვიბრუნაო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან აღადგინა. ავტოკეფალია ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ ხო, ტომოსი გვიღიარეს. და ბართლომეოსთან ერთად არის იმ ისტორიულ ფოტოზე გამოსახული. ბართლომეოსი კიდევ უფრო ისეთი კაცია პატრიარქის მსგავსად და კიდევ უფრო ზუსტად იცის რა უნდა. ზუსტად იცის რა უნდა. და ვინ უნდა და ვინ არ უნდა. და მე ახლა ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ ვინ არ უნდა ძალიან ცხადია. ყველასთვის ეკლესიაში. და ვინ უნდა ეს არ არის ცხადი. იმიტომ რომ არჩევანი მან რთულია. იმიტომ რომ
კრეტის კრებაზე არ წავიდა. სოფლიო კრება ლამის, დიდი და წმინდა კრება ტარდებოდა, მიდიოდნენ და მე არ წავიდნენ. მას შემდეგ რაც რუსეთმა ჯერ ანტიოქიას გააკეთებინა რუსეთმა, რომ პირველი თვითონ არ ყოფილა, მე რუსეთს და მე თვითონ დარეკეს რა. ანუ ოღონდ ამას მე კი არ ვამბობ, აი რაღაცა მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობდა სინოდის ხდომაზე, სიტყვა გამოაქვეყნა. რომ ყველა იფიქრებს რომ რუსულ ორბიტაზეა და უნდა იფიქრო, ხო? შემდეგ უკრაინის ავტოკეფალი არ აღიარეს. ანუ საგარეო ნაწილში აბა რაში არის განსხვავებული პოზიციები რუსეთიდან, ხო? ანუ მიყვება რა. ესე, მაგრამ ხო, ნუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, მიღწევად კიდევ ვამბობ ის რომ ჯერ კიდევ გითხულობ თომას. რო კარიღია, ხო. ჯერ არავის მოუჯახუნებია, ხო. მოდი გადავიდეთ გამოცნობების ნაწილზე. რა იქნება? ჭრიბავაზე. ეგ დაუფასებელი საქმეა, მაგრამ გავიაროთ აბა ბეწვისხიძე. ჩვენ ჯერ კიდევ, ჩვენ წინდახედული ხალხი აღმოჩნდით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ორი, ჯერ კიდევ შარშან ვსჯელობდით 7 იანვარს ეგრე აღმოჩნდა შობას, როგორც ქართული ეკლესია აღნიშნავს, იმაზე ვინ მართავს ეკლესიას და ამ მსჯელობის დიდი ნაწილი იყო სწორედ ის, რომ თუ პატრიარქი ძალიან დაუძლურებულია, სხვა შორის ამ ჩანაწერის მოსმენას ურჩევდი ჩვენს მაყურებელს YouTube-ზე გვიდევს. თუ პატრიარქი ძალიან დაუძლურებულია და ამ დროს უკვე ესე იყო, ჩანაწერებიც კი მისი ქადაგების ხმის ფაბრიკაციით ვრცელდებოდა ამ დროისთვის და ეს იყო რის გამოც ამაზე ვიმსჯელეთ. მაშინ ვინ მართავს საპატრიარქოს, ხო, ეკლესიას უფრო სწორად. ჩვენ ვიცით რამდენიმე სიმძიმის ცენტრი, ერთი არის თანამოსაყდრე შეამუჯირი, მაშინ განვიხილავდით იმას, რომ ორი გზით გამოდის ცნობები, ერთი არის პრესსამსახური, რომლის ხელმძღვანელიც არის ანდრია ჭაღმაიძე, მეორეა სამდივნო, რომლის უკან წლების განმავლობაში იყო ძლევამოსილი ქალი ჩორენა თეთრუაშვილი, რომელიც ხოთაშორის გუშინ და ამ წინა დღეებში ესე ცენტრალურ ფიგურად დაგვაკლდა, არ გვინახავს ბევრი მისი კადრი, მაგრამ ეხლა არ ვიცით რა იქნება, ვიცით რომ ორ თვეში უნდა ყავდეს საქართველოს ახალი პატრიარქი და ვიცით რომ მინიმუმ 3 კანდიდატიდან უნდა აარჩიონ. და არ არის აუცილებელი შიო, რომელიც ახლა ასრულებს და წლები ასრულებს თანამოსაყდრის მოვალეობას, ის იყოს ან კანდიდატი არ არის, ხო, ესეც შეიძლება ხო არ იყოს. ხო, ანუ ავტომატური კანდიდატიც კი არ არის, არათუ ანუ ეს არის ტრანზიციული. ხო, ანუ მისი მთავარი ამოცანაა, რომ ეს არჩევნები ახალი პატრიარქის კარგად ჩაატაროს და უზრუნველყოს. აი ნინო ბურჯანაძერაც იყო რა. ვარდების რევოლუციის მერე. და ვარდების რევოლუციის ორჯერ იყო. მაგრამ არც ერთხელ პრეზიდენტი არ ყოფილა, ხო? მოვალეობის შემსრულებელი ლიქვია. ხო, ანუ პატრიარქის მაშინ ვლაპარაკობთ, რომ მეუფე დანიელი იყო ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელსაც ფიქრობდი, რომ შეიძლება გამხდარიყო კრიტერიუმი 40-დან 70 წლამდე. ხო, არა უმეტეს 70 წლის ეს ამბობს მართვა-გამგეობის დებულება. ის არის 70 წლის და მეტია დღეებით და თვეებით, მაგრამ არა წლით. ამას როგორ განმარტავენ, არ ვიცი, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს საპატრიარქოს აქვს უზარმაზარი ტალანტი განმარტებების. როგორ განმარტო ტექსტი. ინტერპრეტაციაში. და უდიდესი თავისუფლება. არ ვიცი ამას როგორ განმარტავენ, ვინ რაზე წავა წინააღმდეგი, ხო? იმიტომ რომ ხმები გაისმა, რომ გაფართოებულ კრებას არ ჩავატარებთ. მეგონი გაფართოებული კრება არ იქნება. ხო, აი რა, ეგ უნდა ხოლო სინოდია იყო. ეგონდა გაფართოებული კრებაც სინოდია, უბრალოდ იქ ხალხიც აღარ უნდა, ანუ ხალხი არ მოხვდეთ. რა სიგიჟე. რომ იქ რაღაც აყალმაყალი იქნება, ვიღაცების აზრს გამოთქვამენ, რაღაცებს. მაგის სწორად ეშინიათ. იმიტომ რომ იქ მართლა შეიძლება ატყდეს ბევრი რამ, მაგრამ თუ გონიათ რომ რეულზე მომზადებული ან თავშეკავებულია ეპისკოპოსებსაც ხო ვერ გაყარი, ხო? გაფართოებული კრება გულისხმობს იმას, რომ ეპისკოპოსების გარდა არიან სამოქალაქო სამრევლოების წარმომადგენლები და ასე ოღონდ იმათ ხმისუფლება არ აქვს და სათათბირო ხმისუფლება აქვს და ხა ესეც არ უნდათ რომ სათათბირო. უბრალოდ სინოდი უნდა შეიკრიბოს და ეგ თქვას, რომ აი ვცვლი
ოღონდ ეს საერთოდ რა წესია, რომ ანუ შეიკრიბა წარმოიდგინოთ, ხო, მართვა გამგეობის დებულება მიიღო, აი ამ კრება. მაგრამ წინა შეკრებაზე ხო ის არ გახსნეს, მე ეგეც არ წარმოვედგინა თუ არ მოხდებოდა ანდერძე ხო არ გახსნეს. ანდერძე არ გახსნეს, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერ ვიპოვეთო. ხო და ნუ აირანაირად. მოსაძიებელი. ბევრი სეიფია, ბევრი კარადაა. აი რა გითხრათ, რა ვიცი, ყველა საინტერესო იქნებ რა წერია. ანუ ფუნქციებს თავი დაანებე, ხო? იქნებ რა წერია, რა დაუბარე პატრიარქ, ბოლო სიტყვები არ უნდა რომ ბრევმა იცოდეს? რა ვიცი, ხო, ნუ სიგიჟე. ხო, აქ რა შეცვლიან, ამიტომ არ ვიცით, ანუ წესები იცვლება გზაში, მოკლედ. ხო. რაღაცა სინოდ შეუძლია გაფართოებული კრების შეცვლა, ნუ ეს ერთი პრობლემა. მეორე, ნუ შიო ალბათ იქნება კანდიდატი და უნდა ალბათ. იმიტომ რომ ნუ რაც დაიწყო ჯერ კიდევ პატრიარქის გარდაცვალებამდე ეს ტროლ პეიჯებით, ოფიციალური პეიჯებით, აი მასთან, აი ფოტოები, ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიას გავს ეს ყველაფერი. ახლა ხედით ვიდეოები TikTok-ზე. ხო. მე რაც ვიცი ამ მომენტში ჩემი რაღაცა წყაროებით და იმ გამოცდილებით რომელიც მაქვს მიტროპოლიტ შიოს არ აქვს 20 ხმა. უბრალოდ ნუ ღრმად შორს არის 20 ხმიდან, რომელიც საჭიროა, ანუ მარტივი 39 კაცია, მარტივი უმრავლესობა გჭირდება, ანუ 50% პლუს 1 ხმაც იგებს არჩევნებს. ეგ 20 ხმა ამ წამს არ აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება. იმიტომ, რომ მას არ ყავს გამოკვეთილად ცხადი ოპონენტი. ფიგურა, რომლის გარშემო სინოდი აი ესე გაერთიანდება რა. ეგეთი ფიგურა არსებობს, ოღონდ არსებობს ისაია ჭანტური, რომელიც არის ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოება, არ ვიცი, რამდენიმე პატრიარქმა რომ მისცა განსაკუთრებული ძალაუფლების, განსაკუთრებული დამსახურების გამო ეძლევა ბრილიანტით გამშვენებული ჯვარი. ბრილიანტის გამშვენებული ჯვარი, კი ბატონო, შეგასწავლეს. 4-ია ეგეთი. მე მთლად შენსავით არა, მაგრამ რიგი ცოდნები გამოჩნია. ხო და ეს არის ის კაცი, რომელიც აი ანიმატორი იყო, რაღაცნაირად ლიბერალებსაც რო უყვართ და კონსერვატორებსაც. აი ესეთია რა, არ უყვარს ეს ძალაუფლების გამოვლენა. ნუ ამბობენ რომ წინააღმდეგია, მაგრამ ნუ ეხლა პატიჟის გრიგოლ ხანძთელსაც ეშინოდა, მაგრამ ნუ ეხლა პატივის რა ვიცი. უნდა მიიღო თუ ეგრეა. მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს გამოკვეთილი არ არის. თუ ისაიას გვერდით გადავწევთ, რომელზეც შეთანხმება, რომელიც მოიგებს ჩემი აზრით, უბრალოდ აი ეს როგორ თქვა, უმარტივესად, შედარებით მარტივად. შემდეგ უნდა გადმოვიდეთ მეუფე დანიელზე, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტზე, რომელიც ნუ გამოცდილი მიტროპოლიტია, ვერ ვიტყვი რომ ეხლა აღფრთოვანებულები არიან ლიბერალური ძალები, ან რაღაცა ურბანული ცენტრის რაღაცა ეპისკოპოსია, მაგრამ ნუ აი ძალიან ნორმალური ეპარქია აქვს, კარგი, მე ვიტყოდი, ზომიერი მღვდლებით. და არ არის რუსი. რუსი არ არის. შეიძლება არ მოგეწონოს მისი პოზიციები, მაგრამ რუსია ვერ იქ. და მას აქვს დიდი შანსი, იმიტომ რომ სავარაუდოდ მისკენ წავა ძალიან ბევრი ხმა. მეტი ვიდრე ესაიასკენ? ნუ ცოტა ეგრე ფორხილ დაჭირდება, მაგრამ ჩემი აზრით ხო, ნუ ეხლა ეგ აღარ ვიცი. დანიელზე უკვე აღარ ვიცი, მოიგებს თუ წააგებს. ამ ყველაფერს ვლაპარაკობ თვლი კანდიდატებს შიოს აპირისპიროდ. მაგის შემდეგ არის მეუფე იობი. კი ამბობენ ახლა მეუფე გრიგოლზე, ფოთოლზე, მაგრამ აი არის ჩემი აზრით wishful thinking-ს რა ეძახიან რა, სასურველის რეალობად გასაღება ჩემი აზრით. ნუ არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ახლა ამ ყველაფერს იმ დათქმით და აი დღეს რა სურათიც არის, იმით ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი 3 მარტი მოდი დავაზუსტოთ მაინც. ხვალ ყველაფერი შეიძლება ატრიალდეს და ძალიან უცნაური კანდიდატები ვიხილოთ. მესამე არის მიტროპოლიტი იობი. ასევე მოხევე.
აქიაშვილი. მარგველ ურბნელი მიტროპოლიტი, რომელმაც, რა ვიცი, ამას ხეობაში ბევრი რამ ააშენა, მას აქვს უბრალოდ რაღაცა. თავის პრობლემები, მისი მონაზვნები ძალიან ხშირად ისვრიან. სასროლი არ აქვს. ეს არის მისი პრობლემა. ამ ჭიქას და რამდენიმე დათვი დარბის. და ყავს ბევრი დათვი, ძალიან საყვარელი. ხო, ვიღაცები ხუმრობენ, რომ არათუ ვერ გავაშიო ესე მეუფე იობი შეჯდება დათვზე და ეს ჩამოვა. აი შარშან ლაპარაკი შენ ამბობდი, რომ პატრიარქი რო აღარ იქნება, არაფერი ისეთი არ მოხდება, მეუფე იობი დათვებით არ ჩამოვაო და ეხლა უკვე დადგა ეგ, როცა შეიძლება. მე მგონი ჩამოვა და მის გარშემო გაერთიანდნენ ძალიან უცნაური ადამიანები, რომელსაც ვერ დააკავშირებ მეუფე იობთან. მეუფე იობისთვის მოგება ასევე რთული იქნება. ანუ ესეთი ღირსეული კონკურენტი იქნება რა. მერე იქ ვინ რას გადაწყვეტს, ვის რა აწყობს, რომ სტატუს კვოს შევარ იქნება ლიდერი, რომელსაც შეუძლია ატანა რაღაცების. ანუ სტატუს კვო შეარყევს და შეესაძლოა ბევრმა მოინდომას. მიუხედავად იმისა, რომ ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, სინოდი აღარ იქნება ის, რაც აი პატრიარქი როგორც დაარტყავდა და ყველას მირნაზე იდგა რა, აი პირდაპირ. მაგრამ ნუ ეხა პატრიარქის ფიგურაც არ არის მნიშვნელოვანი, სინოდის გარეშეც ბევრი უფლება მოვალეობა აქვს, ხო? ეს სამი ადამიანი ჩანს ახლა შიოს კონკურენტებად, დანიელი, ისაია თუ ისურვა და იობი. მაგის იქით იობმა შეიძლება წარმოაყენოს, რა ვიცი, კომპრომისად მეუფე ეფრემი, რომელსაც კარგი რეპუტაცია აქვს ამ ბერის და ასე შემდეგ. ოღონდ ესენი ვინც ჩამოვთვალე, ხელისუფლებას რა თქმა უნდა ხა ეთყობა რომ შიო უნდა. ხო? აქეთ მხარეს და შეიძლება უნდოდეს ასევე ანდრია გვაზავა. ან თეოდორე ჭუაძე, ან ვიღაც ეგეთი რა, აი აპარატ შიკებს რო ეძახიან, ეს საპატრიარქოს აპარატიდან. და აქეთ მხარეს ისეთი არ არის რა, ეს არავინ, რომელსაც აი შეიძლება არ ილაპარაკოს, როგორ გითხრა, პირდაპირ მძიმე გადაანაცვლო შენი განცხადებიდან, ან სიტყვა, ქვემდებარე და შემასმენელი, ან ცოტა სხვანაირად თქვას, მაგრამ რაღაცა არის. ერთადერთი შიში, რაც შიოს მიმართ არსებობს, არის ის, რომ ჩვენ არსებობს ლეგიტიმური, დასაბუთებული ეჭვი, მხოლოდ ეჭვი, მე ეჭვი მაქვს მხოლოდ, რომ მის გამორჩევას, რადგან წინ უძღვოდა მიტროპოლიტ ილარიონის რუსეთის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტი პატრიარქთან ერთი დღით, აი დასტუკება და წასვლა. ეს მაშინ როცა თანამოსაყდრად დაადგინეს. 2017 წელს. ანუ მე მგონი 1 ნოემბერს ჩამოვიდა ის და 23-ში შიო და გამოაცხადა გიორგობას პატრიარქი. და აი ეს რაღაცა ახლოს რო არის ეს ყველაფერი. ბევრს და მათ შორის მიტროპოლის, ანუ ჩემი ეჭვი, ეს რაღაცა რენდომ შემთხვევითი ეჭვი კი არ არის, ეპისკოპოსები ეჭვობენ, ხო, ამას, რომ ხომ არ უნდა, რადგან შიოს აქვს იქ განათლება მიღებული რაღაცა იქნება თუ არა, იყო თუ არა პატრიარქი დამოუკიდებელი და იქნება თუ არა შიო დამოუკიდებელი, თან მის გარემოცვაზეც აპელირებენ და ასე შემდეგ. მე ხა ეს კონსპიროლოგია არ მჭირდება, უბრალოდ მე უფე შიოს ღრმად და ფუნდამენტურად არ ვეთანხმები მრავალ საკითხში, ხო? და მიმაჩნია, რომ ეს არ არის რაღაც დასავლური. მაგრამ განსხვავებით იმ კულტურისგან, რომელშიც ვცხოვრობთ, უბრალოდ ამას ეს რა დავასრულო, თქმა მსურდა იმის, ხო, პატრიარქმა ეს აირჩია, გამოირჩია 23 ნოემბერს, ხო? ეპისკოპოსები ეგ შიგნით უკვე შეარყია მაგან, ხო? მაშინ ყველაფერი რაღაც იაკობი გაუშვეს, ამან ვიღაც მღვდლების გაჩერება, შეჩერება დაიწყო. შიგნითაც რა, აი წმენდა აქტიური, მაგრამ ხელი ეშლებოდა, ანუ შიო ცოტა აგრესიულად აღიქვეს რა. შესაბამისად ეპისკოპოსების დიდ ნაწილს შეიძლება არ მოუნდეს გარისკვა. ეს რაღაცა გარისკვა ანუ მის წინააღმდეგ წასვლა? არა, არ მოუნდეს გარისკოს, რომ შიო გახდეს პატრიარქი. ახალგაზრდა ადამიანი კიდე ერთი 50 წლით გახდეს პატრიარქი.
ზუსტად უკვე მოუნდათ რომ უფრო მალე იცვლებოდნენ ქვეყანაში პატრიარქები. შესაბამისად უფრო ასაკოვანი გახდეს. უფრო ასაკოვანი. აი რო თქვი რა ბევრ რამეში არ ვეთანხმები შიასო, მოდი ვთქვათ რა არის რაშიც არ ეთანხმები რომ კაფიო იყოს მისი პერსონის განსაზღვრებისთვის. სიტყვება რომლითაც ის ლაპარაკობს მაგალითად გამოხატვის თავისუფლებაზე. აი ფუნდამენტურ თავისუფლებებზე რა რომ ეს სულისკვეთება იგრძნობა რა იქ. პირდაპირ ამბობს ხო რაღაცაებს. ის რაღაცა ძალიან ხშირად არ არის მისი ლექსიკონის ნაწილი რუსეთი, ხო? ხშირი არ არის, არის, ამბობს. იშვიათად უბრალოდ. ასევე რაღაცა იმ ჯგუფებთან ასოცირება, რომელიც აი მართლა მარბიელი ჯგუფი ხა ლევან მასაძე და გასაგებია რომ ყველას ყავს ეგეთი ბავშვობიდან მოყოლებული ვინც აუშვა, მაგრამ ეს ცოტა მეტი ჩანს აქ. ხო, მისი წრე მეტი ჩანს აქ. და აი შედარებით ოდიოზური ფიგურებიდან ვინც არიან სინოდში, აი მაგალითად იაკობი არ გიხსენებია, მას არ შეიძლება კონდეს ამბიცია? არა. იაკობს უბრალოდ იცნობს ხალხი და იმიტომ გონია ოდიოზური. ნუ მისი ხუებს არავიზოდ იაკობი ითვლებოდა ერთ-ერთ მისი ყველაზე ტალანტურ განცხადებებიდან გამომდინარე ვიცნობთ ხო თვითონ შეგვიწყო ხელი რომ ვიცნობდეთ. ხო. ანუ არა. არა. იაკობის შეუძლია. მაგალითად პატრიარქის ძმისშვილი ნუ მან შეტრიალება შეუძლია საუბრის, მაგრამ ნუ ძალიან სუსტია ამ წამს. ძალიან სუსტია. ანუ პატრიარქთან ბოლოს კარზეც კი არ იყო ესე დაწინაურებული და ძლიერი. და თან ნათქვამი აქვს ტაბულასთან ინტერვიუში, რომ არ დადგება პატრიარქად, ხო? კიდევ ვინ თქვა, რომ არ დავდგები. მოკლედ, აი ეს სულ რო გამორიცხო. ნიკოლოზი ფეჩუაშვილი. არა. კრებსები ხო არსებობს? კრებსებს ექნება მნიშვნელობა? რაღაცებს არა, რაღაცებს კი. აი ზენონი რომელიც აქტიური ამ ბოლოს. ზენონს არანაირი შანსი არ აქვს. ზენონს შანსი რო ჰქონოდა ეპარქია წაართვეს, ხო, ერთი. არა აქვს არანაირი შანსი. და თუ კი ანდრია გვაზავას კანდიდატურა დადგება, უნდა ვიფიქროთ, რომ ესეც ხელისუფლების სასარგებლო სასურველ კანდიდატთაგანია? ნუ თუშიოს პარალელურად დადგა არა, მაგრამ თუშიო არ დადგა ამ სამში. იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს აპარატი ერთ კომბო, ნუ ეხლა ამ წამს ესე ჩანს. რომ ეს აპარატი ერთ ხმებს წარმოადგენენ რა, ანუ ერთ ჯგუფს და არა მგონია ხა თუ შიგნით ძალიან სიტუაცია არაერიად, ერთის ნაცვლად ორი კანდიდატი წამოდგეს, ხო? ან თუ რაღაცა ესეთი 25 უცნობიანი კალკულაცია არ არის, რომ მოდი იმას წაართვი ხმები და რაღაც ანუ ეგეთ შეიძლება იყოს. და მნათი, აი რო თქვი, რომ ვიცი რომ რუსი არ არისო, ხო? ვინ არის რუსი დღევანდელ სინოდში, ვიზა შეიძლება ესე ითქვას. ესე ვერ ვიტყვი რა, ესე როგორ ვიტყვი. ნუ ლეგიონია მათი სახელი თუ რამდენიმეა თუ როგორ? როგორ თქვა რა? იმიტომ ეს ისეთი ანუ რუსული ყაიდის ბევრია კი. ხა მე უფე სპირიდონს რო უყურებ და მართლა აი რუსული ბროშურა რა კაცი, ანუ აი რაღაცა ესეთი აგიტპროპის ბროშურა რო ადამიანი იყოს, ეგ არის. მე სამარცხვინო სრულიად, როგორ შეიძლებოდა მაგის ეპისკოპოსი. მაგრამ ანუ არ ვიცი რა, წარმოუდგენელია სხვა აპარატსაც ხო, ნუ ახლა აპარატის ნაწილიც რუსულია? რა თქმა უნდა, რუსული ყაიდის, მოდი ესე ვთქვათ, მე არ შემიძლია ვინმეს რომ დავაბრალო რომ კრემლი მართავს რა. მაგრამ ნუ აი ბიზნესთან ერთად რა, ანუ რომელ კანონს არ დაუჭირეს მხარი, რომელსაც ბიზნესა უჭერს მხარს. ყველას როდის არ მიეხმარნენ რაღაც რუსული კანონების დროს არ ეხმარებოდნენ. ანუ ერთი კომბო, აი ბიზნესა რატომაც მიმაჩნია რუსული ყაიდის მართლად, იმიტომ მიმაჩნია ეს აპარატიც. ხო და ანუ 79-ში რა პროცენტზე შეიძლება ვთქვათ, რომ ცალსახად რუსული ყაიდის არის? ბევრ ხმას გავიგებთ ახლა პატრიარქის შემდეგ და პროცენტს არ ვიტყვი, მაგრამ საკმარისი რაოდენობის არის იქ ხალხი, რომელსაც ანუ
შესაძლოა იდეები და როგორც ისე როსე ტარაკნები ბევრი დაუდის თავში, მაგრამ ეხლა გაჩნია რა ამ თავისუფლების სურნელი რაც მოიტანს. მონარქია აღარ არის. ან მონარქია დასრულდა. კრებაზე რამდენად აქტიურად და რას ამბობდა, ხო? მანდ ეხს ერთ-ერთი კაშკაშა მაგალითია მეუფე ანდრია გვაზამამეთ შორის, ხო? ძალიან ცუდი განცხადებები აქვს ანგარიშზე. რა ვიცი, მოულოდნელ ადამიანებს აქვთ კარგი განცხადებები გაკეთებული და ძალიან ცუდი. ამიტომ მაგას ვერ იტყვი. აი ახლა ზუსტად ვლაპარაკობდით ხო ჩაწერამდე, რომ რაღაც მომენტში ადამიანი როცა ხარ იერარქი. აი ახლა წმინდა სინოდი მართავს საქართველოს ეკლესიას. საქართველოს ეკლესიაში 4 დღის განმავლობაში მივიდა 1,500,000 ადამიანი. 7 საათის განმავლობაში. მოხუცი ახალგაზრდა ქალი ბავშვი. ხო, როცა სუსტი. ბიძინას გადასარჩენად სუს მიყავს ხალხი. ეპისკოპოსმა ძალაუფლება საკუთარი თუ არ შეიგრძნო, თუ არ აღმოაჩინა საკუთარ თავში აი ეს რომ მე ვინ მარტივად რო თქვა, აი ეს გლეხი აი ვინ არის ჩემთან შედარებით, ხო? აი ეს რაღაცა ამ პარტავნებამ ხო შეიძლება ერთხელ ქვეყნის სასარგებლოდ იმუშაოს, ხო? ამ პარტავნება ცოდვათას ჩამონათვალში მე მგონი პირველია. კი, პირველია, მაგრამ იმუშაოს ცოტა ხანი ამ ქვეყნისთვის, ხო შეიძლება, რომ ამ პარტავნებაც არ არის, ხო, რეალობის გაცნობიერებამ, რომ უკაცრავად აქ რაღაცა ფული და შანტაჟით ვერაფერს, აი ამ ხალხს ხო ხედავ. ეს არის ეგრე დადგა რა, ეკლესია უფრო ძლიერია, ბევრად ძლიერია ვიდრე სახელმწიფო. ხო, ეგ არ ვიცი, მაინც ხელსაყრელია თუ არა სახელმწიფოს გულშემატკივართან. არსებობს შემთხვევები, როცა კი სახელმწიფოს სიძლიერის გულშემატკივართა პოზიციიდან, მაგრამ მე მგონი მართლაც უჩვეულობით არება, იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენ ამდენი წელი რაც ქართულ ეკლესიას ვუყურებთ, ვუყურებდით მაინც ერთგვაროვან სინოდს და მეორე ნახეთ, რომ ხალხი ეკლესია, რომელსაც ვფიქრობდით, რომ ბევრად ნაკლები ხალხი ენდობა, ყველაზე მეტი ხალხი მაინც მან გამოიყვანა, ხო, გარეთ. არ ვიცი, ვის, იმიტომ რომ მან კიდე ბევრი რამეა, აი, როცა ილია მეორეზე ამბობენ, რომ ის იყო არა მხოლოდ კარგი, უბრალოდ არა იმდენად კარგი სასულიერო ლიდერი, შეიძლება რამდენადაც კარგი პოლიტიკოსი, ჩვენ არ ვიცით სინოდის წევრებში ეს პოლიტიკური ცხოველის ალღო და ინსტინქტები როგორია, ხო, მათ არ გამოუცდიათ თავი ესეთ ვითარებაში. არ ნამდვილად მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ მართლა სპეკულაცია იქნება, იმიტომ რომ ფაქტებით დადასტურება ამისი არ შეგვიძლია. ჩვენ არ ვიცით ვის როგორი, მოდი ესე ვთქვათ რა, турбулентურ პერიოდში ხდება არჩევნები. ეს არის ფოტოშოს ამ სინოდის და მისი თავმჯდომარის დამსახურება, ხო, რომ კადრები აი ესეთი გვაქვს რა, რომ აი მართლა თულსა და უარეს შორის უნდა არჩიო. მაგრამ რაღაცა უკეთესი უნდა გამოძვრეს აქედან. ის რომ სინოდში იქნება ხმა და ოპოზიცია, ეს არის გარდაუვალი ვინც უნდა ირჩიონ იმ შემთხვევაში. ის რომ ოპოზიციურ ხმას ასევე სინოდში ექნება, როგორ ვთქვა, უფრო მეტი საჯაროობა, ესეც გარდაუვალი მგონია. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია თქვა, რომ აი რაღაცა იქ ყველა ეპისკოპოსს მოუნდება, რომ აი როგორც ბიზნესი არის თავისით, ხო? რომ აი იქ რაღაც ეპარქიაში ფული კონდეს, ის კონდეს, ეს კონდეს. ესე შეიძლება მოინდომონო, მაგრამ ბევრი ეპისკოპოსია უკვე, ვისაც ყველში ამოვიდა რა ბიძინა. ძალიან ბევრი. იმას შეიძლება უნდოდეს ცვლილება. და არ დახამდეს იმას მართლა აი ამ სიტყვას გამოვიყენებ, რომ აი მუნიციპალიტეტი რომ რაღაც 10,000 თუ 20,000 დოლარს მომაგდებს ერთ დღეში და მე რაღაც დამჭირდება მილიონს და რაღაც. ანუ შეუძლიათ რა თავადაც ააშენონ ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ნორმალურად იცხოვრო. ამასობაში აშენებული აქვს ეს ინფრასტრუქტურა. თუმცა დაკრძალვის დღეს არ ჩანდა, რომ ბევრს სინოდის წევრებიდან ყელში აქვს ამოსული მართველი კლასი. იმიტომ რომ იქ რაღაც შეთამაშებული დღის წესრიგი იყო რა. ვიღაცებთან კი აქტიური იყო. პროტოპრესვიტერმა ზვიადაზემ რა თქმა უნდა კვლავ თავი ისახელა. არ ვიცი, ვინც არ იცნობს იმასთვისაც კი შესამჩნევია. არ ვიცი, რომ პერსონაჟია უკვე ჩემთვის, ანუ
მაგრამ ეს ყველასთვის არა, ანუ ეპისკოპოსების დიდი ნაწილი არ მიახლებია, ხო? ერთი იქროთ გახარა ხომ რა მეც მივესალმებოდი, მაგრამ ესეთი რაღაც გამორჩეული არ მიგრძვნია არაფერი. არჩევნებში დრამატული სცენარები თუ განვითარდა, იმ ჭეშმარიტი კონკურენცია გამოჩნდა, რაღაცა საინტერესო დაპირისპირება კანდიდატებს შორის და ასე შემდეგ. ეს რაც აძლევს ქვეყნის ცხოვრებას, გასაგებია რომ ეკლესიის ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, მაგრამ აი საერო ცხოვრებაზე, სახელმწიფოზე როგორ აისახება ეს? თუ ერთფეროვანი და წინასწარ განსაზღვრული არ იყო ეს არჩევნები. ბიძინა ან რომელიმე ავტორიტარი როცა მოინდომებს რომ ეკლესიის ხმა გაყიდოს საკუთარ ხმად, ეკლესიის ხმაში იქნება მრავალხმოვანება თავად. ამიტომ ესე რაღაცა ეკლესიამ თქვა და საპატრიარქომ განაცხადა, ვეღარ იქნება მაშინაც კი თუ კათოლიკოსი ახალი პატრიარქი იქნება პროსახელისუფლებო, სინოდი არ იქნება მის მხარეს. და ეს გარდაუვალი იქნება იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი? ნუ მე ხო, მეტნაკლებად, მაგრამ გარდაუვალი მგონია რა. ესეთი რამ რო სინოდზე პატრიარქი იყო, დააფუძნა ეს ეკლესია. ყველა მისი ნაკურთხი იყო, აი მან შეარჩია, მან აკურთხა, მან იმას ქნა, ხო? ახლა ეგრე უბრალოდ აი არ ყოფ გარდაცვალების ძალით აღარ არის უკვე. ანუ რო დავუშვათ მაგალითად სცენარი, სადაც ახალი პატრიარქი არის ხელისუფლებისადმი ლოიალური, გარანტიებით რომ ეკლესია არასოდეს აღარ წავას, სანამ მე ვიქნები სახელმწიფოს კურსის, როგორც არ უნდა იყოს ის ამის წინააღმდეგ, მაინც უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ სინოდი იქნება უფრო ცოცხალი და ეფექტური, ვიდრე აქამდე იყო. მე ესე ვფიქრობ, რომ ბევრს ექნება ბევრი თავისუფლება იმისთვის, რომ თქვას რაღაცეები. ნუ შესაძლოა სახელმწიფო გააჩნია როგორ რეჟიმზე ვლაპარაკობ, თუ აი ასეთი რეჟიმი, ასე დამძიმებული, მაგრამ მაინც ასეთი, კი. თუ უფრო იქ შორს წავიდა, მერე უკვე მაგ სისტემაში ვინ იქნება, ვინ დარჩება ხმის ამომრები, არ ვიცი და ვინ არ დარჩება, ხო? როცა იზრდება რისკები, ადამიანები მოულოდნელ ხასიათის მოულოდნელ თვისებებს ამჟღავნებენ ხოლმე და არავინ არ დარწმუნებული თვითონ როგორ გამოემჟღავნათ. მოდი მაშ ბოლოს ვილაპარაკოთ, ვარაუდობ რომ ფრთხილტონს შეინარჩუნებ, მაგრამ მაინც პატრიარქის მემკვიდრეობაზე, იმიტომ რომ აი ეს მოცემულობაც, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სინოდზე, სადაც ყველა ეპისკოპოსი არის ილია მეორის ნაკურთხი და მის დიდ ავტორიტეტზე, რომელიც ჩრდილავდა ყველას, ვინც მის გარშემო წლების განმავლობაში გამოჩენილა, ალბათ არის ამ მემკვიდრეობის ნაწილი და ბევრიც განმოვისმინე, რომ შემდეგი პატრიარქისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, მისი ეს უდიდესი გავლენა იქნება მძიმე ტვირთი, მაგრამ ასევე მოვისმინე, რომ არ უნდა სცადონ მისი ანალოგი გახდნენ და პირიქით უნდა მოძებნონ თავისი დამოუკიდებელი გზა, თუ კი უნდათ, რომ ასევე წარმატებულები იყვნენ, ხო? აი რა არის ის მემკვიდრეობა თავისი ცუდი და კარგი ნაწილებით, რაც 50 წლის მერე ფაქტობრივად, ცოტა კიდე აკლდა 50 წელს, მაგრამ დატოვა ეკლესიის წინამძღოლობის შემდეგ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ინსტიტუცია, არაფერი არ იყო და ყველაფერია, ხო? ანუ რაღაც ნუ არაფერი არ იყოს, არ არის, ხა ისტორია და ტრადიცია ქონდა. ხო, ნუ მატერიალურად არაფერი, ხო, ცოტა იყო. აი, მღვდლებიც არის. რასე ვლაპარაკობთ? ისტორიაში და მართლა ის ხუთი ქალი, რომელიც იდგა და თავისთვის ელაპარაკებოდა ხატებს, აი ეს. ხო და ამის შემდეგ ხო, ნუ ეს მემკვიდრეობა წინააღმდეგობრივია. წინააღმდეგობრივია, ნუ გავლენის თვალსაზრისით ეხლა რომ ამბობ, რომ ყველა მის გზას გააგრძელებს, არ იყო ეგრე. რომ ყველა მის გზას გააგრძელებს. მისი არჩეული იქნება ეს მემკვიდრე. ეს უსათხოვად. და შესაძლოა იმდენად არჩეული, რომ კიდევ ერთი 50 წელი იჯდეს ჯამში მისმა ნებამ მართოს ეკლესია საუკუნით, მაგრამ არ მგონია რა, ანუ იცვლება.
თვითონაც იცვლებოდა ამ 50 წლის განმავლობაში ეპისტოლედან ეპისტოლეზე ეტყობოდა ვის აძლევდა უფლებას დაეწერა, ვის არ აძლევდა უფლებას დაეწერა, ხო თვითონ არავინ არ წერს, ხო ზოგს თვითონ წერდა ზოგში ეტყობა ეს რაღაცა თავისით რო იმაშვება მაგრამ ხო ეთანხმებოდა ამ ეპისტოლეებს, მაგრამ განსხვავებული იყო რა ეს ეპისტოლეები რაღაცაში ერთი იყო, რაღაცაში მეორე იყო. ფუნდამენტურად არ იცვლებოდა, კი, აი რაღაცა კომპრომისის. აი ეს იყო რა, ეკლესია უნდოდა დაბალანსებული, აი თავის გარშემო, რომ აი არაფერს არ დავაბიჯო ფეხი, არ გამოვრჩნდე ან ამის ნაწილად, ან იმის ნაწილად, თან მხარს უჭერდა ყოველთვის ვიღაცას, ხო? ანუ შევარდნაძე უჭერდა. ძირითადად ცხადი იყო ის უჭერდა. ძირითადად ცხადი იყო, მაგრამ აი ესეთი სიველურე რომ იქ რაღაცა ეს გამოევლინა ესე რომ ან ოპოზიცია არ დაპატიჟო როგორ აი რაღაც ეთყობა პარლამენტიდან კი დაპატიჟებდა ვიღაც მაგრამ საპარლამენტო ოპოზიციიდან მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ან რაღაცა მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების მაინც ხო თუმცა ეს წინააღმდეგობრივი იქნებოდა არაკონსტიტუციურად ცნობას უპირებს ოპოზიციურ პარტიებს და ხო, ნუ როგორ დაპატიჟებდა? ხო და მაგალითად ეგეც ხო ამბავია, რომ მაგის ნებას დაჰყვა, ხო? ანუ რაღაც მხრივ ძალიან თანმიმდევრული იყო ხელისუფლება. არა, ეს კი არ მიკვირს. იმ სიაში ვინც დაპატიჟა და ვინც არა. არა, ეს გასაკვირი კი არ არის, უბრალოდ გასაკვირია ნორმასთან შედარებით, თორე არა არსებულთან. ნორმასთან შედარებით, ახლა სალომე ზურაბიშვილი რამდენიც უნდა იცინონ და იღლიცინონ და რაღაცა ინსტიტუტებს პატივი ხო უნდა სცე? რომ რა ვიცი, სალომე, როცა შენ თვითონ მოითხოვ თან ამ ინსტიტუციების პატივისცემას, რომ აი სალომე ზურაბიშვილი რატომა? კაი, მიშა სააკაშვილი თქვა, რომ ჯერთი უნდა გამოგეყვანა ჩემი აზრით, მაგრამ მარგველაშვილი რატო არ უნდა ყოფილიყო იქ, ხო? ან პრეზიდენტები ესე უნდა იდგნენ იქ? არ უნდა იდგნენ. ხო, ანუ ქვეყნის ღირსებაზეა საუბარი, ხო, რომ აი რაღაცა ხალხის ნებანი სხვადასხვა დროს, ხო? მაგას ხომ უნდა სცებადი, ანუ აი რაზე ვლაპარაკობთ, ვინ შევიდა და ვინ გამოვიდა. ასევე არის პატრიარქი არ იყო ესე, ნუ აი ხარ რაღაცები ქონდა გადაცნობა გადმოსწომა, მაგრამ ძირითადად ესეთი რაღაცა სიველურე, ესე გროტესკული დემონსტრაციული ის არ ქონდა რა, რომ აი შენ მიყვარხარ და შენ გადი. ეს არის იყო რა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არ შეიძლება იყოს ნახევარი საქართველოს პატრიარქი. და ეხლა მაგის საფრთხე გვაქვს. ხო, აბარა. ასებული ადმინისტრაცია არის მაგის საფრთხე კი. არ ვიცი შეიძლება შემდეგ გაპატრიარქების შემდეგ სადღაც ღვთაებრივ ინტერვენციას უნდა ველოდოთ თუ არა, მაგრამ ნუ ჩვენი უნდა ვქნათ რა. დემნათი ალბათ ძალიან საინტერესოა აი ხა შემდეგ არჩევნებამდე სანამ მივალთ ეს ტემპი აჩქარდება თუ ბოლოში შეიძლება იყოს იმიტომ რომ ეს სიფრთხილე რაც თქვა თეოლოგებს აქვს საზოგადოებას რომ ჯერ არ შევაფასოთ თავი განცხადებები არ ვაკეთოთ და ასე შემდეგ ალბათ ეკლესიის შიგნითაც არის თუ მათ იციან რომ ცოტა დრო აქვთ და წინასაარჩევნო კამპანია ზოგს უკვე დაწყებული აქვს პატრიარქს ვერ უნდა შეეხება პატრიარქის არანაირი პატრიარქის ფიგურის გადააზრებაზე გაჩერდა თუ არა კათოლიკოს პატრიარქის გული ის იქცა ოფიციალურად უკვე მე ვფიქრობ რომ სიცოცხლის ბოლოსაც ის ასეთ ნიშნებს ატარებდა წმინდანად. ნუ მოხდება მის საკრალიზება სრულიად მე ვისურვებდი რომ წმინდანი ხდები რომ ცხონდები და ამით არ კანონიზდება შენი კანონიზებით არ კანონიზდება ყველაფერი რაც გითქვამს და გიკეთებია ხო ნუ შენი საქმეების კანონიზება არ ხდება ამ ყველაფრით. ანუ აქ ადგილი არის იმისთვის, რომ კრიტიკის სივრცე მაინც რჩება, მაგრამ ესეთი რაღაც მოგეთ, რომ გამოვიდეს ამ ბიონიდან და ამ ხელა ფიგურის კრიტიკა დაიწყოს. არელი. და წმინდანად გამოცხადება სელი? ხაბარა. მალე? იმაზე მალე ვიდრე ვთქვათ მამა გაბრიელის იყო 17 წლის მერე, ხო? იმას ბევრად მალეველი კი. ანუ შეუძლებელი იქნება რომ ეს არ მოხდეს. თაყვანისცემა უკვე დაიწყება.
წელსველი მაგალითად? წელსვე არ ველი. წელს არ ველი. წელს ახალი პატრიარქი იქნება დღის წესრიგი ეკლესიის. და შეიძლება ეს იყოს მაშველი რგოლი ახალი პატრიარქისთვის, რომ როგორც კი კრიზისი დაუდგება. ზუსტად. როგორც კრიზისი დაუდგება, იმიტომ რომ მამა გაბრიელთან როგორ ვითარდებოდა ეს ყველა. ჯერ წმინდა კანონიზაციისთვის მნიშვნელოვანია Vox Populi, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე Vox Dei. იმიტომ რომ ერთი ისმის ხოლმე და მეორე არა მოგხსენება. და აი ამ სახალხო თაყვანისცემის და საფლავზე მისვლის და მე იქ ჩნდება რაღაცა გამოცხადება მადლი განკურნებები და ასე შემდეგ, რომელიც უკვე გამოცხადდა აქაც, ხო? ეს ხალხი ივლისს ხო სიონში, თან სიონი ძალიან კარგი და უფრო ადვილი დანიშნულებაა, ხო? ვიდრე სამთავრო, მცხეთაში ნაკლები ხალხი ცხოვრობს. აქ ივლისს და ეს განკურნებების რიცხვიც ძალიან სწრაფად და ძალიან სხვანაირად იქნება, ხო? ცოცხალზეც იმავეს ამბობთ, რომ აი კახი კავსაცის სასწauლებრივი განკურნება. შესაბამისად ეს ნიშნები იქნება. Ну შეიძლება ვიღაცამ სადღაც სინოდზე წაიყუყუნოს, რომ სანამ რაღაც დრო გავიდეს, ცოცხლები არიან ადამიანები, ვისაც ისინი ვისაც წმინდანი ახსოვს, მაგრამ ვისაც ახსოვს ეს პერსონა ყველა იყოს 7 საათიან რიგში და აი რას უნდა დაელოდნონ მართლა. გაბრიელზე ხმები არ გროვდებოდა წლების განმავლობაში. იმიტომ რომ სალოსობა ცოტა ისეთი რაღაც იყო რა, weird რაღაც იყო ეპისკოპოსებისთვისაც კი. აქ როგორ არ მოგროვდება. ანუ ამის გარშემო კონსენსუსი ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე ახალ პატრიარქზე. ძალიან და ძალიან მალე და მე აუცილებელი არ არის რომ შერაცხვის შემდეგ ვინმე ამოასვენონ. მე მგონია რომ შეიძლება ამოასვენონ კიდეც. როგორც გაბრიელზე მოხდეს, ხო? და გადაასვენონ სად? ну თაყვანისცემისთვის ყველაზე ისეთი ადგილი სადაც ხო ბევრი ადამიანი ეტევა სამებაში. ამიტომ ჟურნალისტები რო ამბობდნენ ხოლმე კათოლიკოს პატრიარქმა გაიარა უკანასკნელი გზა, სამარადისო დასასვენებელი. ხო, აი როგორც იტყოდა ხოლმე ერთი ნეველის ტაძრის მღვდელი იყო ხოლმე და ესე ამბობდა ხოლმე მამა ვიტალის საფლავზე მისულ ხალხთან რომ ძეცი ესე უყურებდი ამ ფრაზებს ხო წინა დღეებში ერთი რაც მინდა და მეკითხა იყო მარტოობაზე იმიტომ რომ ამ შენ ტექსტში რომლითაც დაემშვიდობე პრინციპში პატრიარქს ხაზგასმული იყო რომ ის იყო მარტო ადამიანი ეს მეორე პასაჟი რაც ასევე სამბეჭდავი იყო რომ მას უყურა თავისი კვერთხი ყმოსმეილი მქონდა ამიტომ იმაზე აღარ ვიკითხავ მაგრამ ეს მარტოობა ალბათ ბერისთვის სრულიად ბუნებრივი რამეა. და მაშ რატო გამოხყავი ესე ცალკე? იმიტომ რომ ამის პარალელურად ჩვენ გვესმის საუბრები იმაზე რომ მას ძალიან უყვარდა ხალხი და პირიქით არ შეეძლო მარტო ყოფნა და მარტო სამყოფად როცა მიდიოდა იქაც კი ითხოვდა ხოლმე მალევე რომ ხალხი შევკრიბოთო. მისი მარტო რო უყურებდი ხო? რაღაცას თამაშობდა უწევდა რა ხშირად რაღაცა ეთამაშა რომ ეთანხმებოდა იმას რასაც არ ეთანხმებოდა და მე უწევდა რომ ეს ყველაფერი გარემოცვისთვისაც გადამდები ყოფილიყო ხო მაგრამ როცა მარტო რჩები შენს რეალურ აზრებთან ხო და როცა არაფრის თქმა არ შეგიძლია ეს არის მარტოობის ნაწილი არის კიდევ სხვა კომპონენტები ხო როცა ესეთი ფიგურა ხარ, პატრიარქი ხდები, ხო? შენ გაქვს შენი პატარა საწუხრები, ხო? შენი პატარა სანერვიულოები, შიშები მათ შორის. და როცა კათოლიკოს პატრიარქი ხარ, განსაკუთრებით ესეთი, შენი შიშები, შენი როგორ თქვა, შფოთვები არ არის. შენი პატარა შფოთვებიც კი დიდი შფოთვებია, რომელმაც შეიძლება მიიღოს ძალიან ცუდი ფორმები, ხო? აქედან გამომდინარე, ხო, ძალიან ცოტა ადამიანი იცნობდა ჩემი აზრით მას. სიღრმისეულად ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო დაეტია და გაეგო სრულად მისთვის, იმიტომ რომ ის არ იყო, ხო? მარტივი ადამიანი არ ეთქმოდა. და განსაკუთრებით 50 წლის განმავლობაში ვინ შეიძლება
რამდენი ადამიანის გარშემორტყმული შეიძლება ცხოვრობდე, რომ 50 წლის განმავლობაში რაღაცა 10-ზე მეტი ლიდერის გამოცვლაში შენს ფიქრებთან, შენს წუხილებთან ადამიანი იყო, ხო, ისიც რომ ნებებიც უნდა მახსენოთ აქვე, ხო? იყო იქ თავი იგრძნო, რომ ვიღაც შენი დასაყრდენი არა, თვითონ გაქონდა ეს ყველაფერი, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება. ვინმემ დაიბრალოს, რომ მან პატრიარქს რამე გაატანინა, ერთადერთი ასეთი სხვათაშორის არის შორენა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მას ეყრდნობოდა. თავის დროზე შევარდნაძე. ну შევარდნაძეც, მაგრამ ეს ხო არ იყო ისეთ მეგობრობის რაღაცა. არ ვიცი, აბა რა ვიცი. არის. ვიცი ხო? შეგიძლია ამაზე თქვა. აქტიური ვარ ყოფილი. გუშინ რაც მომხვდა დაკრძალვის ცერემონიალზე თვალში იყო ბანერები, რომელიც მის ფოტოებს ჰქონდა წარწერები ღმერთი სამშობლო ადამიანი. რაღაცა ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც ახალი ტრილოგია ენამამული სარწმუნოების საპირწონეთ. რა შინაარსი ქონდა ამას, რა დატვირთვა ქონდა, იმიტომ რომ ბევრგანი იყო ხიდზე გადმოფინეს, ანუ თვალშისაცემად ბევრ ადგილას იყო დიდი დაკვირვება არ უნდოდა ეხლა ამას ხო? არა, ცუდი ფორმულა. უბრალოდ, არა ცუდი ფორმულა, უბრალოდ გაჩნია როგორ შეხედავ, ხო? ღირებულებათა სისტემა, ხო? ანუ სხვანაირად ამბობენ ხოლმე, რომ ეკლესია რაღაცა სახელმწიფო ოჯახი, ხო? ადამიანზე დავიწროება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. უბრალოდ ეს არ უნდა თუ იქნა გაგებული ისე, რომ სახელმწიფოს უნდა ემსახუროს მხოლოდ ადამიანი და ადამიანს არანაირი უფლებები მის წინაშე არ აქვს, ხო? ეგრე შეიძლება ყველანაირი სახელმწიფო არსებობდეს, მათ შორის ავტოკრატიული და უნდა ემსახურო, ხო? მაგრამ თუ გავიგეთ როგორც ადამიანის ღირსების და ღირებულებითი მნიშვნელობის, საერთოდ არ არის ცუდი ფორმულა სხვათა შორის. ორი ბლიც კითხვა მაქვს ბოლოსთვის, რომელზეც ხშირად მესმოდა ეს დღეები ლაპარაკი და მოდი აბა გკითხავ საინტერესო აზრი. ერთი აი სწორედ ის ილია მეორე უფრო კარგი პოლიტიკოსი იყო თუ უფრო კარგი სასულიერო ლიდერი ამ შემთხვევაში რომელ მხარეს იხრები? პოლიტიკოსი. უფრო დიდი პოლიტიკოსი იყო? და მეორე ისმოდა რომ ეპოქა დამთავრდა, ის იყო ისტორიული ფიგურა და ასე შემდეგ და მეორე რომ თავად ეს ისტორია რომელშიც მას მოუწია ცხოვრება იყო ძალიან საინტერესო და დიდწილად ბევრის ბედის განმსაზღვრელი და ამ შემთხვევაშიც მან შექმნა ისტორია და ეპოქა თუ ისტორიამ და ეპოქამ შექმნა იგი ეს ცოტა გულუბრყოა და ქათმის და კვერცხის კითხვასავით გაჩნია რომელაც წლებში იყო როცა ეპოქა ქმნიდა მას და იყო როცა სერიოზულად ატყობდა კვალს ყველაფერს, ხო? მისი გადაწყვეტილებები მონაწილეობდა ბევრ რამეში, მისი აღებული კურსი. სანამ რომელ პერიოდამდე ქმნიდა ეპოქა მას? და მე თვითონ როდის ქმნიდა ეპოქა? რთულია რა, ვერ გამოვყოფ ამ წამს. ძალიან რთულია დაშლა, მაგრამ დამიშლია. მე შემიძლია გითხრა და აღარ მახსოვს. იხილეთ ნათეს ძველი ნებუშევრები. ესე კიდე დავამთავრო. კეთილი. დიდი მადლობა. ნახოთ აბა როგორი შემდეგი თვეები გვექნება, მე მგონი საინტერესო მოვლენები გველოდება წინ. მადლობა. მადლობა.